ოკეი. კიდე ერთხელ გამარჯობა. და მადლობა, რომ დღევანდელ საღამოს ჩვენთან ერთად ატარებთ. და ასევე გვიხარია ძალიან, რომ ბევრი ადამიანი ინტერესდება ამ პროფესიით და საკმაოდ ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა ჩვენ შეხვედრასაც. რამდენიმე სიტყვით გეტყვით ჩვენზე, ჯერ გაგეცნობით, მე ვარ ედუარდ ზენაძე, Smartfish აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი და ჩვენ 2019 წლიდან ვარსებობთ და საქართველოში პირველი ონლაინ დიზაინის აკადემია ვართ და ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ათასობით სტუდენტი ყავს, ვინც კარიერის პირველი ნაბიჯი ჩვენთან ერთად გადადგა. და პრინციპში შემიძლია აქვე ჩატში ჩაგიგდოთ ჩვენი კურსდამთავრებულების პროექტები, გადაავლეთ თვალი, წარმოდგენა შეგექმნებათ, მოკლედ ამა თუ იმ კურსის დასრულების შემდეგ რა გეცოდინებათ, მათ გზას გაეცნობით და ფინალურ პროექტებსაც ნახავთ. და დღეს მთავარი თემა ჩვენი შეხვედრის არის ინტერიერის დიზაინი, ვინ არიან ინტერიერის დიზაინერები, რა საქმიანობენ, რა პროფესია არის ზოგადად, არის მოთხოვნა დღეს საქართველოში ამ პროფესიაზე, სად მუშაობენ, რა პროგრამები გჭირდება იმისთვის, რომ ინტერიერის დიზაინერები გავხდეთ, რა უნდა ვისწავლოთ და ამ ყველაფერზე მოკლედ თათა გვეტყვის. თათა არის ინტერიერის დიზაინერი 12 წლიანი გამოცდილებით და უკვე ბევრი წელია პრინციპში ჩვენთანაც ასწავლის ამ პროფესიას. თათა თვითონ მოყვება საკუთარ თავზე. მე მოკლედ გეტყვით, რომ ბოლომდე გთხოვთ, რომ დარჩეთ დღევანდელ შეხვედრაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლოს გვექნება დავალება. დავალების დედლაინი იქნება კვირა დღე, ანუ ამ კვირის კვირა დღე და ვინც დავალებას შეასრულებს, უკვე კურსზე ექნება 30%-იანი თანადაფინანსება. მოგვიანებით უფრო დეტალურად გეტყვით, რა ტიპის დავალება იქნება და რა უნდა გააკეთოთ და აქვე გეტყვით, რომ ჩვენს საგაზაფხულო ბოლო ნაკადს ვიწყებთ 6 მაისს, ყველა სხვა ჯგუფი არის უკვე შევსებული. 6 მაისის ჯგუფში არის რამდენიმე ადგილი დარჩენილი, ლექციები ჩატარდება სამშაბათსა და პარასკევს, საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე და სწავლება ჩვენთან იწყება ნულიდან, ამ კუთხით არანაირი წინაპირობა არ გვაქვს, აი პროგრამებთან თუ არ გქონიათ შეხება ან ზოგადად ინტერიერის დიზაინში პირველი ნაბიჯის გადადგმა თუ გსურთ, პრინციპში ეს ის კურსია, რომელიც გამოგადგებათ. და ერთად რამდენიმე წინაპირობა კურსზე ჩარიცხვას, მთავარი არის, რომ მოტივირებული იყოთ, მონდომებულები იყოთ და პლუს ასევე გქონდეთ თავისუფალი დრო, რომ დავალებები შეასრულოთ, ფინალურ პროექტზე იმუშაოთ და გამოცდა ჩააბაროთ და მეორე ძირითადი არის, რომ ტექნიკურად იყოთ მზად, ანუ შესაბამისი მაღალი წარმატების კომიტეტი დაგჭირდებათ. ამაზე კიდევ უფრო მოგვიანებით დეტალურად ჩავშლით. ეხლა ჯობს მოусმინოთ თათა, პრინციპში შეგვიძლია რომ დავიწყოთ ჩვენი შეხვედრა და გაგვეცანი და გაგვიზიარე შენი პრეზენტაცია. ხო, გამომრჩა სანამ იტყვი. მანამდე შეგიძლიათ ასევე აქვე ჩატში დაწეროთ კითხვები და პრეზენტაციის ბოლოსკენ აბსოლუტურად ყველა კითხვას გადავხედავთ და გიპასუხებთ. ბოლოსკენ ასევე შეგიძლიათ რომ მიკროფონით ჩართოთ და რამე კითხვა თუ გექნებათ ერთად გავიაროთ. მადლობა კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. გვიხარია ხოლმე, რომ რამდენი ადამიანი ინტერესდება. იმედია თქვენს იმედებს გავამართლებ, ვინც შემოგვიერთდებით კურსის განმავლობაში, უბრალოდ ისიც მინდა რომ თქვენს გაამართლოთ ჩვენი იმედები, რაც მდგომარეობს იმაში, რომ არ არის რთული პროცესი ზოგადად ინტერიერის დიზაინის მიმართულებით განვითარება და თავშივე მინდა ის მომენტი გაითიშოს, რომ სიტყვაზე რაღაცა თუ არ ვიცი, აი თუ არ ვხატავ საკმარისად, აი შეხება თუ არ მქონია, ანუ მსგავსი კითხვები ბუნებრივია რომ ჩდება და არ წარმოადგენს ეს არანაირ პრობლემას. ჩვენი კურსი არის ყველასთვის განკუთვნილი, მოიცავს საბაზისო ნაწილს პირველ რიგში, განვიხილავთ მთელი კურსის განმავლობაში ერთ კონკრეტულ პროექტს და ვეხებით იმ მიმართულებებით, რაც ზოგადად გულისხმობს ინტერიერის დიზაინს და აი ამ პროცესს. შევეხებით როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ნაწილს. თეორიული ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი თვალსაჩინო გავზარდოთ და ზოგადად ჩვენი თავი ვიპოვოთ ამ მიმართულებით.
და ხო, იმის თქმა სურს, რომ მე პირადად დავამთავრე არქიტექტურა და ნუ ჩემ დროს ეგრე იყო, რომ ორი მიმართულება უნდა ამერჩიე, სულ მინდოდა და ინტერიერის დიზაინი, თუმცა ჩემ პერიოდში ხა უკვე არ ვიცი რა ხდება, თუმცა არ იყო მაშინ ინტერიერის დიზაინი კი იყო, მაგრამ არ იყო ისეთი არჩევანი, რომ ანუ არ მიღირდა, მოკლედ έτσι თქვით, ამ მიმართულებით წასვლა და ამიტომ წავედი არქიტექტურის მხრივ მოცულობა და ქალაქ ეგმარება, რამაც გონია, რომ ძალიან კარგი საფუძველი ჩაუყარა იმას, რაც შემდეგ უკვე ინტერიერის დიზაინის მიმართულებით განმოვითარე, მაგრამ ვთვლი, რომ ამ მიმართულებით განვითარება იწყება იქიდან, რომ ანუ იწყებ მუშაობას და რეალურ პროექტებს ეხები. და ანუ ერთია რაღაცა სწავლობ, თუმცა პრაქტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის გამოყენება და აირჩევთ ჩემ კურსს, არ აირჩევთ სხვასთან, ნუ არ აქვს მნიშვნელობა თუ აპირებთ, რომ ამ კუთხით განვითარდეთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ნებისმიერი პროექტი აიღოთ, ნებისმიერი რაღაც გააკეთოთ თავიდან, ყველგან რავი სტაჟირებები დაიწყოთ, თუ არ წერია, რომ სტაჟირება აქვთ, არ აქვს მნიშვნელობა ამ კომპანიებსაც მიწეროთ აუცილებლად, რადგან თქვენი განვითარებისთვის მოკლედ ყველაფერი გააკეთოთ და რაღაცა მაქსიმალურად მოკლედ მიუდგეთ თქვენ თავს დადებითად და იმ კუთხით კიდე რომ ყველაფერი გამოგივათ. ყველაფერი ჩვენს გარშემო არსებობს, მგონი ნებისმიერ ვიზუალურ კომუნიკაციას უკავშირდება, ხო და ანუ სხვადასხვანაირად გამოვხატავთ ამას. ინტერიერის დიზაინის მიმართულებაც ვფიქრობ, რომ ანუ ყველაფერს მოიცავს, რაც ჩვენს გარშემო არსებობს. არის რაღაცა კუთხე, საიდან შეიძლება პრიმიტიულად შევხედოთ ამ საკითხს და საჭიროა ზოგჯერ პრიმიტიულადაც შევხედოთ ჩვენ პროფესიას, თუმცა სანამ მაგას გავაკეთებთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პუნქტი ჩავშალოთ, რაც ამ მიმართულებას ახასიათებს, ხო? ეს იქნება სოციალური, კულტურული, პოლიტიკური თუ ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი მიმართულება არსებობს, რომელიც ჩვენზე ზემოქმედებს ემოციურად, შინაგანად, ვიზუალურად და ასე შემდეგ, ხო? პირველი საიდანაც დავიწყოთ, ეს არის გამოქვაბული, ხო, რომ მაგალითად იქიდან ადამიანს გაუჩნდა თავიდანვე სურვილი, რომ ყველაფერი რასაც ის ხედავდა, გამოეხატა სხვადასხვა სახით და ანუ კედლებზე ნახატები შემოგთავაზა ის, რასაც ის განიცდიდა და ხედავდა იმ ფორმით, რა ფორმითაც მას შეეძლო, რომ ეს გაიკეთებინა და დღემდე ეს სურვილი იმისა, რომ შენს ყველაფერი გამოხატო და სხვადასხვა გზები მონახო, ფორმა მონახო და საკუთარ თავში ეგ ასე ვთქვათ შესაძლებლობა აღმოაჩინო, დგას ხო და აქტუალურია. შესაბამისად უკვე იცვლება გამოხატვის ხერხები. და ანუ ძალიან ბევრი გვაქვს, ხო? ამიტომ რაღაცა ახლის გამოგონება ეხა უფრო მეტად რთულია, ვიდრე ადრე იყო. შესაბამისად გიწევს, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე უფრო მეტად გაამახვილო ყურადღება და აი სულ მუდმივად განვითარებაში იყო და განვითარებაში გულისხმობ იმას, რომ ანუ სულ რაღაცა კვლევები აკეთო, რაღაც ახალ ინფორმაციას რო გაიგებ, იმის მიღმა გადახვიდე და კიდე ჩაშალო უფრო მეტად და ბოლომდე ამოწურო და გაწურო და საბედნიეროდ ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ხო? დღევანდელობა, იმიტომ რომ ნებისმიერი ინფორმაცია რაც გინდა რომ გაიგო, მოკლედ ძალიან მარტივად მიგიწვდება ხელი. ინტერიერის დიზაინის უძველესი პრაქტიკა მიეკუთვნებათ ძველ ეგვიპტელებს, რომაელებს და ბერძნებს. უბრალოდ რომაელებმა და ბერძნებმა ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად, როგორც ვთქვათ, გააკომფორტულეს, ესე ვთქვათ, და უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, რომ სიტყვაზე რაღაცა კომფორტული ყოფილიყო, არამედ ვიზუალურადაც ესთეტიური გაიხატათ ეს ყველაფერი და თავიანთი ცხოვრების რიტმს უფრო მეტად გაუსვამდა ხაზს და ამ ყველაფერზე კურსის განმავლობაში უფრო ჩაშლილად ვისაუბრებთ და ასევე მინდა ვთქვა ის, რომ არქიტექტურაც არა უბრალოდ არქიტექტურა ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ინტერიერის დიზაინში და შევეხებით არქიტექტორებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომენტი შეიძლება დაიჭირო არქიტექტურაში ისეთი, რომელიც მოგცემს იმ მიმართულებას, რომ ინტერიერში ძალიან კარგად შემოიტანო. მაგალითისთვის მოვიტანე თქვათ ეს ფოტო, სადაც გვაქვს ორდერები, აი ეს ამაზე მაქვს ამ სვეტებზე მაქვს საუბარი, რომელიც სხვადასხვანაირი ტიპის არსებობს და შეიძლება რომ ზუსტად აი ამ სიძველის ბრჭყალებში შემოტანა ინტერიერში მოგცეს ის მიმართულება, რომ მაგალითად უფრო მარტივად წაიყვანო კონკრეტული სტილისკენ. ხო, ახლა აქ გაჩნდება კითხვა, რომ აუ ძალიან ბევრი სტილი არსებობს, როგორ უნდა გავარჩიო ერთმანეთისგან და კი ბატონო, ამასაც გავავლით კურსის განმავლობაში, თუმცა დღეს უკვე ძალიან რთულია იპოვო ისეთი ინტერიერი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ
რაღაცა კონკრეტულად ერთი სტილია, ხო? ეხლა არ მომბობ რომ არსებობს, ეს იქნება ეთნიკური სტილები ალბათ უფრო მეტად, რომელიც ხას უსვამს რაღაცა ადგილობრივ სტილს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ რასაც ვაკეთებთ და ჩვენ რასაც ვეხებით, ბევრ სხვადასხვა მიმართულებას და პერიოდს მოიცავს ერთად. შესაბამისად ამ პერიოდებზე მუშაობა და ცოტა ეხლა უხეშად ვთქვა, ქექვა მოგვიწევს, რომ ამოვარდნოთ დეტალები საბოლოო ჯამში რაც მოგცემს უფრო მარტივად მიმართულებას. აი მაგალითად ეს ვარიანტი რატო ვსაუბრობ ახლა ამაზე, ხო? ჩვენ რო ინტერიერში შევდივართ, გვჭირდება აი კეჩერი, ხო? აი თვალის დამჭერი, რაც მოგცემს რაღაცა კონკრეტულ პირველად ემოციას. შენი მიზანი თუ არა შენი პირველადი ემოცია რაღაც კონკრეტულ პერიოდს უკავშირდებოდეს, მაშინ იმ კონკრეტული პერიოდიდან არქიტექტურა იქნება ეს თუ არ ვიცი რაღაცა სხვა მიმართულება, მთავარი ნაწილი ამოიღო და იმ ნაწილის გარშემო დაატრიალო დანარჩენი სიუჟეტი, ხო? მე-18 საუკუნეში შემოდის უკვე გოთიკა და გოთიკაც ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საინტერესოდ გარდაქმნა სივრცე. შეიძლება მე გოთიკის გამოყენება არ მინდოდეს, ვერ შევძლოს ხო საცხოვრებელ სივრცეში ბინაში, იმიტომ რომ ჯერ ახალშენებული კორპუსების მრავალბინიანი სახლების ჭერის სიმაღლე არ მომცემს იმის საშუალებას, რომ ეს ავთენტურად და კონკრეტულად შევიტანო, თუმცა მე შეიძლება რაღაცა კონკრეტული დეტალით მოგცემ იმას რა მაგალითად როგორც აი ეს საწოლია ხო მე შეიძლება რაღაც ორნამენტების დაშლა მოვახდინო და ამ დეკონსტრუქციის შედეგად მივიღო უკვე აი რაღაცა ფორმა რომელიც კონკრეტულად რაღაცას ხაზს გაუსვამს ხო ამიტომ აი ამ ორნამენტებზე იქნება ეს ფერები იქნება ფაქტურა იქნება სტრუქტურა ანუ ყველაფრის გადამოწმება და შესწავლა მოგვიწევს რაშიც გვეხმარება ის დავალებები რომელსაც მე მოგცემთ ამიტომ შეიძლება რაღაც კუთხით ცოტა მარტივად მოგეჩვენოს და გადადო რა რომ აი ხაი ამ ფოტოების ნახვას რა უნდა მოდი მე გავაკეთებ ან რაღაც ეგეთი მაგრამ ნუ ეგრე საბოლოოდ რომ მიდგეს საქმე თავიდან ვთქვი რომ არ ვიცი ვინ როგორ ახასიათებს ინტერიერის დიზაინს თუმცა მე არ ვთვლი რომ რთულია და რაღაცა განსაკუთრებული უნარები გჭირდება და მარტო ერთეულების ხვედრია ინტერიერის დიზაინის ხვევა ესე ვთქვათ ხო არ არის ესე უბრალოდ ბევრი შრომა ჭირდება იქიდან გამომდინარე რომ ბევრი დრო გჭირდება რომ ფოტოები მოიძიო რაშიც ყველაზე დიდი დრო გადის ეს არის კონცეფციის ჩამოყალიბება თორე 3D ვიზუალიზაციის გაკეთება და სცენის შექმნას როცა უკვე იცი რავი არ ჭირდება დიდი დრო. შემდეგ უკვე მოდის რენესანსი, ბაროკო, ნეოკლასიკა, გვიანი ბაროკო და ამ ყველაფერზეც ვისაუბრებთ და აქედან გამომდინარე შეიძლება რომ რაღაცა კონკრეტული დეტალების ამოღება მოხდეს დღეს ამ რეალობაში და ის დეტალები მაგალითად როგორც აი მოლდინგები და ხშირად შეგვხვედრია, მგონია რომ ეს ყოველთვის იარსებებს და ყოველთვის საინტერესო იქნება. უბრალოდ ხდება ისე რომ რაღაცა უცბად ტრენდული რომ მარტივად ხდება მისი ატაცება და მე ისეთი შეგრძნება გაქვს რომ აი ხშირად ხედავ აი ბევრგან არის თვალი დაიღალა აღარ მინდა რაღაც ეგეთი მომენტი გაქვს და კი ბატონო რა შეიძლება რაღაც მომენტში იმიტომ არ მოგქანა იმიტომ არ მოგწონდეს რომ არ მოგწონს იმიტომ რომ ბოლო დაღლილი ხარ რა მაგრამ არის რაღაცა კონკრეტული დეტალები რომელიც უბრალოდ არსებობს და უბრალოდ ყოველთვის აქტუალური იქნება რა ეს იქნება რაღაც ეს ორნამენტი ეს იქნება მაგალითად კონკრეტული ავეჯი რომელიც ისეთ დიზაინერებს ეკუთვნის რომელსაც ჩვენ გავივლით და მოკლედ ანუ ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ ამ დეტალებზე ორიენტირებულობა როგორც არის. ნუ ესეთ სტილს სადაც ეს კლასიკა გვხვდება თანამედროვეობაში ეწოდება თანამედროვე კლასიკა და ნუ ბევრ ელემენტებს შევხვდებით და მე უკვე ჩავშლით ლექციებზე ასევე გვაქვს არტ-დეკო და არტ-ნოვო და ამ შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესო სტილებია ვფიქრობ და დღეს გონია რომ ისევ შემოდის უფრო მეტი სითამამე და უფრო მეტად ცდილობენ დიზაინერები რომ გააკეთონ აქცენტი იმაზე თუ კი რაღაც პერიოდში მინიმალიზმის აფეთქება იყო ხა მგონია რომ ეს მინიმალიზმი ცოტათი უფრო ისევ რაღაცა ძველ ადგილს უბრუნდება და მოდის ფერები, რაც ძალიან სასიამოვნოა და საინტერესოა, თუმცა მინიმალიზმზე როცა ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ შევეხოთ მოდერნიზმს, სადაც ძალიან დიდი დოზით გვხვდება ზუსტად აი ეს ბევრისთვის ცნობილი მინიმალიზმი და მოდერნიზმი როგორც არქიტექტურა, ინტერიერი თუ სხვა დეტალები, რომლებიც ამ ერთ ორგანიზმს ქმნიდნენ, მათი მთავარი ადამიანები ვინც ეს ყველაფერი მოკლედ განავითარეს ეს იყო მოძრაობა სახელოვნებო სკოლა ბაუჰაუსი რომელსაც ანუ
ბევრი საინტერესო რომელშიც შედიოდნენ ძალიან ბევრი საინტერესო არქიტექტორები, მხატვრები, ტექსტილის მხატვრები და ასე შემდეგ. და ანუ უბრალოდ შემდეგ ნაცისტური მთავრობის მიზეზით დაიხურა ეს სკოლა, თუმცა მათ მაინც გააგრძელეს ამ თავისი იდეოლოგიის გავრცელება სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი ეს იყო მის ვანდეროე, რომელიც თვლიდა რომ რაღაცა ნაკლები მეტია და შესაბამისად ფორმა მიყვებოდა ფუნქციას, ანუ ეს იყო მთავარი მიზეზი, არა მხოლოდ მის ვანდეროეს მხრივ, ეს იყო დანარჩენი სხვა არქიტექტორებიც, რომლებიც ამ წრეში შედიოდნენ და იულიამ მორისი, რომელიც იყო ტექსტილის მხატვარი, ამბობს, რომ ხელოვნება საზოგადოების აუცილებლობას უნდა ემსახურებოდეს. ანუ შენ როგორც ინტერიერის დიზაინერი არ ხარ მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ ესთეტიურად კარგ სივრცეზე მგებელი ხო? მე შეიძლება საერთოდ ანუ რატომღაც ეგრე არის, რომ ინტერიერის დიზაინერების უმეტესი ნამუშევრები გვხვდება საცხოვრებელი სივრცეები, მაგრამ იმის მიღმა კიდევ უფრო მეტად საინტერესოა კომერციულ სივრცეებზე მუშაობა, შეიძლება მოგიწიოს მედიათეკაზე მუშაობა, შეიძლება მოგიწიოს მუშაობა რაღაც კონკრეტულ სტენდზე, რომელიც რაღაცა მოლში დგას, ხო? ამიტომ იქ უკვე სხვანაირი ჩართულობა არის საჭირო და სხვანაირად ფიქრი იმაზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე, უდიდესი მნიშვნელობა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ვიდეოც მქონდა ჩაწერილი ცოტა ხნის წინ, რომ ანუ ძალიან ბევრი ინტერიერის დიზაინერი არ აქცევს ყურადღებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მოთხოვნებს და თბილისის ქუჩებში განსაკუთრებით ეთყობა ჩვენს ქალაქს ეგ და ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მარტივი არ არის მათთვის გადაადგილება, ეს ეხება არ მხოლოდ ინტერიერს, არამედ არქიტექტურასაც, მაგრამ ინტერიერის იმ კუთხით ეგ ეხება, რომ ხშირად არ არის ის პანდუსები, რომ მარტივად ავიდეს ადამიანი და თუ აბა მარტივად არ ხვდება სანკვანძი, ანუ სველი წერტილი შეზღუდული შესაძლებლობები ადამიანებისთვის და ეს ძალიან ცუდია. ამაზე არ ფიქრობენ ამ კაფის თუ რა ვიცი, სხვადასხვა კომერციული ფართის მფლობელები, რაც უკვე რაღაცა ხო შინაგან სიმწირეზე მიუთითებს. ამიტომ შენ როგორც ინტერიერის დიზაინერი მნიშვნელოვანი ხარ, რომ ეს პასუხისგებლობა უფრო მეტად დანერგო იმ ადამიანებში, რომლებთანაც გიწევს ურთიერთობა, ანუ კონკრეტულად დამკვეთებში, ხო? ხო, ну მის ვანდეროეს ცნობილი სკამი შეიძლება ესეთი ბარსელონას სკამი შეგხვდეთ და ეგრევე მის ვანდეროესთან ასოცირდება, აწარმოებს კნოლი და იმის ვანდეროესთან ერთად ასევე მუშაობდა ამ სკამზე ლილი რაიხი და ეს სკამი ტუგენჰატის ვილაში იყო გამოყენებული პირველად და შემდეგ უკვე რაღაცა ბარსელონა პავილიონში, გერმანულ პავილიონში უფრო სწორად, რომელიც მდებარეობს ბარსელონაში და აქაც ძალიან საინტერესო მიმართულებებს ხვდებით არქიტექტურასთან მიმართებაში. უფრო კარგად რო ჩავშალოთ გეგმარების ნაწილი, არის მაქსიმალურად მარტივი და აი ეგ არის ზუსტად ინგლისის მორიც, რო ანუ მარტივი ნიშნავს მეტს, ანუ მეტი ფიქრის შესაძლებლობა გაქვს და ანუ რაღაც შენი თვალი აღარ აკვირდება რაღაც კონკრეტულ ორნამენტებს და იქ უფრო თავისუფალი ჰორიზონტი გაქვს, სადაც შენი ფიქრები წინ მოდის უკვე აი ამ სივრცესთან თანხვედრაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადაც ორნამენტი გვაქვს ცუდია, პირიქით, ანუ ყველაფერს უბრალოდ თავის აქ ცუდია და კარგია, მგონია რომ საერთოდ არ არსებობს რა, ეგეც არის, რომ შენი ინდივიდუალური დამოკიდებულება არის და აქ ცუდი და კარგი უბრალოდ არ არის. ანუ აქ არის უბრალოდ ის, რაც არსებითია და რაც აქ და ამჟამად ხდება. მოკლედ ესეთი გეგმარება ახასიათებს ზოგადად მოდერნიზმს და მიყვები რაღაც კონკრეტულ სივრცე, ერთი სივრცე და ერთი ზონა ერთ ზონას მეორე ზონაში გადაყავხარ, აქაც იგივე ხდება ტუგენჰატის ვილაშიც, რომ ჩვენ აქაც ანუ რაღაც კონკრეტული ზონირება ხდება სხვადასხვა ფორმების საშუალებით. შეიძლება რომ ეს კომპოზიცია რაღაც კონკრეტულ აბსტრაქციას შეადარო და ზუსტად აქედან გამოიყვანო მე შენი გეგმარება და ამ ტექნიკებსაც კურსის განმავლობაში გავუვლით. მგონია რომ ძალიან საინტერესოა, როცა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენი გეგმარება ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება, იმიტომ რომ კარგი გეგმარება, კარგი დიზაინის საწინდარია და ძალიან ხშირად მინახავს კარგი დიზაინი და ანუ ეს ერთი შეხედვით და მე გეგმარება რომ მინახავს, საერთოდ აღარ მაინტერესებს, იქ დიზაინში რა ხდება, იმიტომ რომ იქ არ არის ნაფიქრი, სადაც ანუ საფუძველ ძველშივე საჭირო რომ ვიფიქროთ, ამიტომ გეგმარებას აი არ ვიცი, დავღეჭავთ ალბათ და ისე გავივლით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია.
ხო და ანუ უფრო კარგად ხო ნუ მოკლედ კიდევ ერთ-ერთი მისვენდეროს ნამუშევარიც არის ესეთი სტილის არქიტექტურა, სადაც ძირითადად ტიხრები გვხდება ავეჯის სახით, ანუ ავეჯით შეიძლება რომ გამოყოს ზოგადი სივრცეები. მესმის რომ ხმის იზოლაციის პრობლემა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, თუმცა არის რაღაცა ნაწილი, როცა ჩვენი კონცეფცია არ აქცევს რაღაც პრობლემას ყურადღებას და უბრალოდ ვიზუალურ რაღაც ამოცანაზე არის ამოცანის ამოხსნაზე არის ორიენტირებული, შეიძლება იყოს პრაქტიკაში სხვანაირად, ხო? ანუ გააჩნია შენ რაზე მუშაობ, რა არის შენი მიზანი, ხა საცხოვრებელ სივრცეში, რა თქმა უნდა, შენი მიზანი პირველ რიგში არის კომფორტი და ანუ ყველა წევრის გათვალისწინება, ხო? როცა რაღაცა კონცეპტუალურ ნაწილზე მუშაობ და იქ გინდა რომ რაღაც სხვა პრობლემა წამოწიო წინან, ამით რაღაც სათქმელი უთხრა ადამიანს, ან რავი, როცა კომერციულ სივრცეზე მუშაობ, მე შეიძლება იქ მარტივი ინტერიერი გავაკეთო, კი ბატონო, მინიმალიზმი და ერთხელ შევარ და საკმარისად აღქმად იქნება და უბრალოდ შევა ხშირად იმიტომ ვიარა, რომ უბრალოდ სასიამოვნო იყო. ან შეიძლება ჩემი მესიჯი იყოს ის, რომ ანუ გავაკეთე ინტერიერი, რომელიც ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ხდება შეგნით და ერთი მოსვლით რომ რაღაც სურათი დავინახე, მეორე მოსვლით საერთოდ სხვანაირი დეტალები, სხვანაირად შევამჩნიო, ხო, რაღაცები. ხო, ეს ინტერიერი ალბათ იმით არის საინტერესო, რომ გარშემო, ანუ ზოგადად მოდერნიზმში ეგ არის ალბათ ძალიან საინტერესო, რომ ანუ ლანდშაფტი და ინტერიერი თითქოს ძალიან აი ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და ჰორიზონტი, ანუ ხაზი მათ შორის თითქმის დაკარგულია. ამიტომ ნებისმიერი ინტერიერი სეზონურად და დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირად გამოიყურება ფერებიდან გამომდინარე და თუ კი ეს ხდება დღის განმავლობაში, ღამით შეიძლება რომ პირიქით, ანუ ეს არქიტექტურა წარმოადგენდეს ერთგვარ სანათს ბუნებისთვის, ხო? აი თითქოს რაღაცა სიუჟეტი არის, რაღაცა დამოკიდებულება ინტერიერსა და ექსტერიერს შორის მეგობრული, ხო? აი რაღაცა ესე რო ავწეროთ, ხო? ამიტომ ამ იდეის აღმოჩენა და მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ესე ვფიქრობ, თქვენთვის, როგორც მომავალი ინტერიერის დიზაინერებისთვის და დეტალებზე ორიენტირებულობა. მისვენდა რომ ეს თქმით ღმერთი არის დეტალებში და ეს მართლაც ესეა, ანუ ემოციურად იქნება ეს თუ პრაქტიკულად, ანუ როგორც გინდათ ისე გაიგეთ, იმიტომ რომ ყველას რაღაცა კონკრეტული რწმენა გაგვაჩნია და რაღაც საკრალური არსებობს ჩვენში, რომელიც სხვადასხვანაირი ფორმას განიცდის და ამ ფორმებზე ემოციური მიდგომაც შენ რაღაც ინტელექტუალურად დაგხვეწავს როგორც ინტერიერის დიზაინერს და მე შეიძლება რომ ცოტა პრიმიტიული სამუშაოც გქონდეს, რაც აუცილებლად იქნება, მაგრამ ამან არ უნდა წაგაჭიროს ფრთები და პირიქით მეტი мотиваცია მოგცეს იმისთვის, რომ საინტერესო ნამუშევრებამდეც მიხვიდე, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეგრე ვხედავ, რომ ის მოლოდინი არ უნდა გქონდეს, რომ რაღაც კომპანიაში დაიწყო მუშაობა და შენი იდეები აუცილებლად ყოველს მოეწონება და უირა კარგია და შესწორებებს არ მოგცემენ, ანუ ამიტომ უნდა გაერკვიო შენ თავში და როგორ თქვა იცი რომ აი სწორი მოლოდინები დაისახო და არა რაღაცა ზღაპრული, რომელიც მე შეიძლება ერთ დღესაც ჩამოგვემსხვრიოს თავზე, ხო? ну ჩემ შემთხვევაში იყო ეგეთი პერიოდი და მე რაღაცა мотиваციაზეც მოქმედებს, რაღაცა შინაგანადაც გონია რომ საკმარისი არ ხარ და ამიტომ ეგრეთ არ არის რა, უბრალოდ საზოგადოება ხშირად ეცდება მაგას, მით უმეტეს როცა დამწყები ხარ და მაგაზე არ იდეალურად საკმარისები ხართ, თუ საკმარისად იმუშავებთ. მისვენდა რომ ეს თქმით, ეს სკამის იდეა ის არის, რომ რატომ უნდა იდგეს სკამი 4 ფეხზე, თუ ის 2-ზეც მშვენივრად დგას, ანუ აქაც რაღაცა სიმარტივე შემოდის და ესე თქვა აი წავშალოთ და რას დაგვრჩება, მოკლედ ის რაც არის მნიშვნელოვანი, მოკლედ ის გვრჩება. აკვანი, რომელიც პიტერ კელერს ეკუთვნის და ესეც კანდისკის ნამუშევრიდან გამომდინარე არსებობს, ამიტომ არის ბაუჰაუსი ერთი ორგანიზმი და რაღაცა შეიძლება ეს ნახატი სამგანზომილებაში ისე ამოწიოს რომელიმე დიზაინერმა, რომ რაღაცა კონკრეტული ფორმა მიიღოს და ესეც შეიძლება რომ ეს იდეა ჩვენს ძალიან საინტერესოდ გამოიყენო, ანუ კვლევის შედეგად შეიძლება რაღაც კონკრეტულ ნახატს გადააწყდა, რომელიც გინდა რომ ინტერიერი იყოს და ის მატერიალო, ესე ვთქვათ, გადმოიტანო და გაშალო 3D განზომილებაში. ვანგელფელდის და ჯაგერის ეს სანათიც საინტერესო ნამუშევარია, ანუ რისი თქვა მინდა იცი რომ ინტერიერის დიზაინი მოიცავს როგორც თეორიას, ასევე იქ ძალიან ბევრი საინტერესო ავეჯი გვხდება და ნივთები, რომლებიც არქიტექტორებს, დიზაინერებს
ეკუთვნის, იმის უკან კიდე რაღაცა ძალიან საინტერესო ისტორია დგას, ან მასალის აღმოჩენა, როგორც პირველ ყოფილ ადამიანს ჰქონდა, ხო, რომ აღმოჩინა მასალა, რითიც შეძლებდა საკუთარი ხედვების გადმოტანას კედელზე, ხო? შენს აღმოაჩინო უნდა მასალა და შესაძლებლობა, რომელთაც შენს სრულებს გამოხატავ ვიზუალური კუთხით, ხო? ასევე გროპიუსის ისე ვქვია სახელურები, რომელიც მასიურ წარმოებაში ჩაიშვა ძალიან პოპულარული იყო. ალბერსის მაგიდები, რომელიც ერთმანეთში შედის და ამ თავისი ფერებიდან გამომდინარე საინტერესო დეტალს შეიძლება ქმნიდეს ინტერიერში. იმის თქმა მსურს, რომ შეიძლება პატარა ფარზე მოგიწევს მუშაობა და ძირითადად ალბათ უფრო უმეტეს შეკვეთები ეგ არის ხოლმე. ესე საშუალო დრო ავიღოთ, პატარა სივრცის ბინები, სადაც წყვილმა უნდა იცხოვროს, იქ ძალიან ბევრი საჭიროებებია და ანუ ეს საჭიროებებიც მნიშვნელოვანია, რომ გეგმარებაში სწორად იყოს გათვლილი, იქ თქვა საძინებელი იქნება და იქ გქონდეს სამუშაო ზონა ცალკე, არ ვიცი, სამზარეულო იქნება და ისე არ შემოიტანო ინტერიერის მისაღებში, რომ ანუ პრაქტიკულად შეუძლებელია ხოლმე ბინების არჩევა, რომ ვუყურებ, რომ ანუ უდიდესი შემოსასვლელია, მერე ანუ მისაღები და სამზარეულო თითქმის რავი ერთად არის. სტუდიოს ტიპი არნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რავი სავარდლიდან ადგომის გარეშე შეძლო ნიჟარამდე მისვლა, ხო? ნუ ეს ცოტა ბაბუქებ, მაგრამ მართლა ეგრეა რა. ამიტომ შენ როგორც ინტერიერის დიზაინერი მნიშვნელოვანია, რომ გეგმარებაზე იფიქრო და მაგიტომ ეს ალბერსის მაგიდებიც გონია ერთმანეთში რომ შედის გამოდის და მობილური რო აი ეგეთი მობილური უნდა იყოს შენი გეგმარებაც რა, ესე რომ გავავლოთ პარალელი. ჰარტვიგის ეს ჭადრაკი იდეალური მაგალითია ზოგადად იმ იდეოლოგიის, რასაც გულისხმობს ბაუჰაუსი, ანუ მაქსიმალურად ფორმის გამარტივება იდეის დარღვევის გარეშე. რაც შენ ძალიან წარმატებულად შეგიძლია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდია ან რაღაცა ძველს ვივიწყებთ, ან რაღაცა ეგეთი, ხო, პირიქით, ანუ ისიც იარსებებს, მაგრამ იმის გვერდზე შეიძლება რომ რაღაცა უფრო მარტივობა ფორმაც იარსებობს, ზუსტად იგივე დრო დახარჯვა ამის თამაში, ზუსტად იგივენაირად წააგო, იგივენაირად მოიგო, ანუ იდენტური იყოს ეს ყველაფერი, უბრალოდ ხელში შენი ფორმა განიცდიდეს უფრო მეტ სიმარტივეს და უფრო მეტ დროს გიტოვებდეს ფიქრისთვის. მე ესე ვუყურებ. მარსელ ბროიერის ვასილი სკამი, ალბათ ბევრ შეგხვედრიათ, ბევრ შეიძლება მოგწონთ და ეს ამ სკამის იდეა მას ველოსიპედის ტარების დროს მოუვიდა. ანუ აი რატო ვსაუბრობ იდეებზე ხო, რომ მაგალითად მე რაღაცა დავინახე, მაგალითად არ ვიცი, რაღაც სკამი ვნახე და ეს სკამი ფორმით ძალიან მომწონს და ეს სკამი მინდა რომ რაღაცა თავის ფორმით ძალიან ანუ რაღაც ინტერიერში შემოვიტანო და ეს სკამი გახდეს ჩემი ინტერიერი, აი სიტყვაზე რა. მაგალითად ვუყურებ ჭიქას და ეს ჭიქა მინდა რომ გახდეს ეს სკამი. რაღაცა ეგეთი რა, ანუ ეგეთი რაღაცები ძალიან საინტერესოა და ზუსტად მაქედან მოდის მე აი ამ იდეების აღმოჩენა, ჩაშლა, კვლევა და საბოლოოდ მივდივართ იდეალურ თქვენთვის იდეალურ შედეგამდე. ალბათ სტილებიც საინტერესოა თქვენთვის, ანუ ამ სტილებსაც რა თქმა უნდა შევეხებით, თუმცა მე ზოგადად არ ნუ ესე არ მწამ სტილების, მაგრამ რა თქმა უნდა შევეხოთ. პირველი არის ინდუსტრიული, რომელიც თავისთავად შეიქმნა, იმიტომ რომ ამერიკაში რაღაც გაძვრებული გადასახადების გამო მოუწიათ ხელოვან ადამიანებს ცოტა ქალაქგარეთ დასახლება ინდუსტრიულ შენობებში, შესაბამისად ეს შენობები უკვე დახვდათ, ამიტომ ეს არის ძალიან თავისთავადი სტილი, სადაც რაც არ უნდა შეიტანო, რაც არ უნდა გამოიტანო იტყვის თავის სათქმელს, იმიტომ რომ ეს რაღაც ღია კაბელები, მაღალი ფანჯრები, მაღალი ჭერი და ასე შემდეგ გაძლევს ამის შესაძლებლობას, არ არის იზოლირებული, არ ხარ რაღაცნაირად თავისუფალი ხარ და ბოლომდე გამოხატავ შენს თავისუფლებას და რაღაცა რუტინული არ ხარ, ხო? შესაბამისად, უფრო რომ გაგიადვილდეთ რაზე მაქვს საუბარი, შევადარე რაღაცა სამოს, რომელიც უფრო მეტად აღსაქმელი იქნება ალბათ თითოეული თქვენი თაგანისთვის, ვისაც ჯერ შეხება არ გქონიათ ინტერიერის დიზაინთან და ანუ აი ხა აი აქაურობასაც რა რამე რო გამოვაკლო, ანუ ნებისმიერ რაღაცა რო დავამატო, არაფერი არ შეიცვლება, ხო? ანუ დიდ სხვაობას არ მომცემს, რასაც ვერ ვიტყვით უკვე მინიმალიზმზე, ხო? აქ ხდება ის, რასაც მართლა ვერაფერს ვერ გამოვაკლებ და რამე რო დავამატო, შეიძლება ძალიანაც იყვიროს, ხო? შესაბამისად მინიმალიზმის იდეა, ანუ ბევრჯერ შეიძლება მოვიდეს დამკვეთი და გითხრას, რომ იცი რა, ანუ რაღაცა მინიმალიზმი მინდა და რეალურად მას მინიმალიზმი არ უნდა, უბრალოდ არ უნდა დატვირთული იყოს მისი ინტერიერი და ესეც ალბათ სწორად უნდა გაიგო, ხო? შესაბამისად მინიმალიზმის შემთხვევაში მისი სწორად აი კლასიკური სუბთა გაგებით გამოყენება შეიძლება
სასტუმროებში მაგალითად ძალიან კარგად რა, იმიტომ რომ იქ ადამიანი შედის რამოდენიმე დღე არსებობს და მერე გამოდის, ხო? არსებობს, ცხოვრობს. ხო და შესაბამისად იქ შეაქვს, ანუ როცა შენ ცხოვრობ შენ სივრცეში ლოგიკურია და ყველა ეგრე ვართ, შეგვაქვს ჩვენი ცხოვრება იმ თავისი ბედნიერი დღეებით, არც თუ ისე ბედნიერი დღეებით, ვითარდებით, კარგები ვართ, სუდები ვართ და ასე შემდეგ და ეს ჩვენი სივრცეც გვემსგავსება ჩვენ. მინიმალიზმის შენარჩუნება ესეთ დროს გონია რომ ცოტა უფრო რთულია. მინიმალიზმ ძალიან გავს იაპონური სტილი, უბრალოდ არის უფრო მეტად ეთნიკური, ხო? ანუ რაღაც თავისი კულტურიდან გამომდინარე, თავისი კარიდან, მასალიდან, მიწასთან ახლოს ყოფნიდან გამომდინარე, აი რაღაცნაირად განსხვავდება ამ დეტალებით, ფორმით უფრო მეტად განსხვავდება ვიდრე იდეით და შესაბამისად, ანუ ეს ორი რამ ძალიან გავს ერთმანეთს და აი ეს ორის ჩაცმულობაც რო შევატაროთ, ლუკი რო შევატაროთ ერთმანეთს, ანუ რაღაცა კონკრეტული ფორმით განსხვავდება, ხო, ეთნიკური ნიშნით. არ არის აუცილებელი, როგორც თავში ვახსენე, შეიძლება შენ არ გამოიყენო რაღაც კონკრეტული რაღაც არქიტექტურული ფორმა და ისე შეცვალო ინტერიერი, არამედ შეგიძლია კონკრეტული ავეჯით უკვე რაღაც მიმართულება მისცე, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ეგეთ შეკეთაც გქონდეს თავიდან, რომ უკვე გაკეთებული იყოს სფერები, ასე შემდეგ, მაგრამ შენ აგიყვანან როგორც ავეჯის კუთხით, როგორც დეკორატორი რა, რაღაცნაირად ეს პროფესიაც არსებობს. შეიძლება იყოს დეკორატორი, შეიძლება იყოს ინტერიერის დიზაინერი და აქ რაღაცნაირად დეკორატორობა არ არის ფეხმოკიდებული და რატომაც არა, ანუ როგორც ინტერიერის დიზაინერმა შეიძლება მარტო ეგ ნაწილი შეითავსო და ეგ გააკეთო, ხო? მაგალითად, თუ კი ჩვენ ამ სკამს და მაგიტას აქეთ გადმოვდგავთ, აი ამ იდეას, რაც თქვათ, სხვა კულტურასთან ასოცირდება, ჩვეულებრივად აღარ გვექნება, ხო? ну, ეხა ეს თეორიული რაღაცა გაკვირით ნაწილი გავიარეთ და იმედია რაღაცა საინტერესო იყო თუ კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ ლექციის ბოლოს მოინიშნეთ და დავუშვით. ეხლა რაც შეეხება უკვე უფრო საინტერესო ამ ეტაპზე თქვენთვის თემა, რაც თუ რას აკეთებს ინტერიერის დიზაინერი და ვინ არის, ხო? ну, გასაგებია ეს თეორიული ნაწილი რაღაცა ამხელაკვლევა, ამბავი, ემოციური ხარჯვა გავიარეთ და ეხლა გადავდივართ თუ უშუალოდ ვინ არის ინტერიერის დიზაინერი და აქ მაქვს ჩამოწერილი ფუნქცია მოვალეობა. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფაზზე მოლაპარაკება. მე არ გულისხმობს, რომ თავიდან მე რო დავიწყე ამ ხრივ განვითარება, რა თქმა უნდა, არ ვიყავი ორიენტირებული თანხებზე, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მესწავლა და განვითარებულიყავ. ამიტომ შესაბამისად იმ თანხის ფარგლებში არსებობ, რაც იმ წუთას ფიქრობ, რომ შენ გიღირს და შენი შრომა ღირს. მაგრამ ნუ ფასი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ ვიცი, უნდა დაგიფასდეს რა შენი შრომა და мотиваციაც უნდა გქონდეს და დღევანდელ დღეს ანუ ეს არის რა უმნიშვნელოვანესი. ამიტომ ეს ნაწილი არ მოგერიდოთ, არ გამოტოვოთ და მაქსიმუმად ეცადეთ რომ აყვეთ თქვენს ინტუიციას ფასთან მიმართებაში. შემდეგი ანაზომის გაკეთება არ არის რთული პროცესი, გვჭირდება ფანქარი, ან ფურცელი და მეტრიანი და ლაზერი. და აი ამ ყველაფრით უკვე რაღაც მთლიან პერიმეტრს გავზომავთ და ხა დეტალურად ჩაგიჩვენეთ რას გულისხმობ. მე არის ბრიფის შედგენა, ფოტო-ვიდეო მასალის მომზადება. ბრიფის შედგენაში იგულისხმება არის რაღაც კონკრეტული კითხვები, რომელიც უნდა გავიაროთ და ამასაც გეტყვით. ფოტო-ვიდეო მასალის მომზადება, რომელიც უეჭველი გჭირდება, რომ რაღაც ობიექტს გადაუღო და ჯერ ის რომ სიტყვაზე მიხვალ სახში და რაღაცას დახაზავ, იქ უნდა მოკეთ ამას ეხლა ცოტა ხანში აგიხსნით ზუსტად რომ არ დაიდგინეთ. ტიხრების მონტაჟის, დემონტაჟის გეგმა, ავეჯის გეგმა, მუდბორდის მომზადება, დიზაინის ვიზუალიზაცია, ელექტროობის გეგმა, ავეჯის ნახაზი და ხეს ჩავსვათ ეს ყველაფერი რას გულისხმობს. პირველი მივედი სივრცეში, ავზომე მთლიანად ეს რაღაცა დავუარე, ზომები მივაწერე, მოვედი ოფისში, არ ვიცი, მოვედი სახლში, სადაც გინდათ იქ მიდით და გამოვხაზე, ხო? ამ ყველაფერს ვაკეთებთ არქიკადში. ფოტო-ვიდეო მასალა, იმიტომ ჭირდება, შეიძლება ეს ზედხეთში რაღაცები ყველაფერი სწორად გქონდეს, მაგრამ აღარ მახსოვდეს, აი თუნდაც არის ნაწილი, ხო, აქ რო რიგელი მოდის, რიგელსა და კედელს შორის, აქ დაშორება მაქვს. შეიძლება აქ მიჩანდეს, რომ დაშორება მაქვს სიტყვაზე, ხო? მაგრამ კონკრეტულად არ მახსოვდეს. ჯერ მარტო ამისთვის არის აუცილებელი. მე იმისთვის, რომ შენ შეიძლება რომ უკვე ისეთი გარემო დაგხვდეს, რომ რაღაცა ელექტროობა გაყვანილი იყოს და ზუსტად დაიმახსოვრ, რომ სად როგორ იყო, ანუ ვიზუალურად რომ გაიხსენო ეს ყველაფერი ამისთვის და კიდე ნუ before after ამბავში, იმიტომ რომ ანუ გექნება თუ რა იყო, საიდან დაიწყო მუშაობა და საბოლოო ჯამში უკვე რეალურად რა მიიღე. ამიტომ ეს ძალიან სასიამოვნოა.
მე ბრიფი, ანუ ჩვენ რომ მივედით უკვე დავზომეთ ეს ყველაფერი, ვუსვამთ დამკვეთს კითხვებს, მაგალითად თუ კი არის საცხოვრებელი სივრცე, რამდენი ოჯახის ეს ბრიფი შეგიძლიათ თქვენზე მოირგოთ რა, ანუ კითხვები არ არის რაღაც კონკრეტული წესი რო უეჭველი, ეს კითხვები უნდა დასვათ. პირველი არის რომ ანუ მაგალითად რამდენი ოჯახის წევრია, ვის რა მოთხოვნილებები აქვს, აი მაგალითად არის ვთქვათ დედა რომელიც სახლიდან მუშაობს, ან არის მამა რომელიც სახლიდან მუშაობს, ბავშვი რომელსაც სიტყვაზე უყვარს კალათბურთი და უნდა რომ ეს დეტალები გაითვალისწინო ინტერიერში, ხშირ შემთხვევაში ხო ბავშვისთვის მნიშვნელოვანი დეტალების ინტერიერში გათვალისწინება, ხა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს ხო, ხა მაგალითად მას მოწონს რაღაც კონკრეტული ანიმაცია ამ ანიმაციას მთელ კედელზე ვერ გავუკეთებ, ხო? სულ რაღაცა კარგი ილუსტრაცია მოიღო, მაინც იმიტომ რომ შეიძლება ზუსტად ერთ წელში ეს აღარ მოწონდეს და ასე შემდეგ. ამიტომ უფრო აქცენტები შეგიძლია გააკეთო პოსტერებით, დეტალებით, რაღაცა აქსესუარებით და ასე შემდეგ. შემდეგ არის, ну, თუ თქვათ სახლიდან მუშაობს ვინმე, რამდენად ჭირდება მას, რომ ცალკე სამუშაო სივრცე ქონდეს და სულ პატარა კვადრატულობა იყოს, თუ მას აქ ამისურვებს სამუშაო სივრცე ცალკე ქონდეს, შეიძლება რაღაცა ტიხარი გამოიყენო, ეს არ იყოს, თქვათ, კედელი და იყოს, თქვათ, თაროები, ან მაგალითად ვიტრაჟი, ასე შემდეგ. ან ბევრი საინტერესო რაღაც შეიძლება რომ მოიფიქრო. და ანუ მილიონი რა მოკლედ რა ფერები მოწონს, არ მოწონს, აქვს თუ არა რაიმე ავეჯი რომელიც უკვე უნდა შეიტანოს, ესეც უმნიშვნელოვანი კითხვა, იმიტომ რომ შენ შეიძლება რაღაც კონკრეტულ დიზაინში წახვიდე და ეს ავეჯი აბსოლუტურად ამოვარდნილი იყოს, ან მას სურდეს რაღაც კონკრეტული სტილი, მაგრამ ეს ავეჯი არაფერ შუაში არ იყოს და ამიტომ შენ რაღაც მათ შორის ადეკვატური კავშირი უნდა იპოვო. თუ კი მუშაობთ ოფისზე, ამ შემთხვევაშიც კითხვებია მაგალითად რამდენი რამდენი ადამიანი მუშაობს, ცალკე მოსასვენებელი სივრცის გარდა თუ არის საჭირო გასართობის სივრცე, ხო? ანუ ხო არის ეგეთი. კიდე თუ არის აუცილებელი მაგალითად რომ ყავის ზონა იყოს, ცალკე კომპიუტერების ოთახი თუ არის საჭირო და ანუ მილიონი მიტინგ რუმები რამდენია საჭირო, პატარა, დიდი, რამდენი კაცი ეს ანუ მილიონი კითხვა. აუცილებელი რომ გაითვალისწინოთ თქვა ლოგო, როგორი რა ფერებში აქვთ და რა თქმა უნდა რაღაც დეტალი უნდა გამოიყენო ინტერიერში და მოკლედ ანუ მილიონი ნაწილი რა. მილიონი დეტალი რაც ამ კითხვებში შედის. ამ ყველაფერს რო დავუსვამ ამ კითხვებს და ამ ქაურობას აზომავ, თან ეტყვი რომ თუ შეუძლია ნებისმიერი საშუალებით გამოგიგზავნოს დაახლოებით რეფერენსები, რაც მას მოსწონს რა, ეს იქნება რაღაც ფოტოები, თუ რაღაცა ინფორმაცია და ასე შემდეგ, რაც უნდა გაითვალისწინო. ამ ყველაფერს რო გაიგებ და გაიაზრებ, დავარცხნი და მოიფიქრებ და ასე შემდეგ, მოდიხარ, გააკეთებ გეგმარებას და გააკეთებ, ანუ ამ გეგმარების დროს აუცილებლად გაითვალისწინებ ერგონომიკას, რასაც კიდევ ერთხელ ამბობ, ძალიან კარგად შევეხებით. თუ როგორ უნდა ერთ და იგივე კვადრატულობაში როგორ შეიძლება რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ, იმისთვის რომ ადამიანი კომფორტულად გადაადგილდეს და თან ვიზუალურად საინტერესო იყოს ინტერიერი და იყოს ესთეტიური და რაღაცა მაგალითებს მოვიყვანთ, მაგალითად აქ როგორც არის მაგალითები მოყვანილი, ხო როგორ შეიძლება ერთ და იგივე სივრცე მართლა ძალიან კარგად და საინტერესოდ აღიქვამს, თუნდაც სარკით, რომელიც ხა ეს პრიმიტიული მაგალითია, რომ ყველა ვიცით, რომ რაღაცა ზრდის სივრცეს, მაგრამ ნუ მილიონი რაღაცა დეტალი, რომ არ დაგვჭირს რაღაცა ზონა უბრალოდ უთვისებელი და ხშირად ხდება ხოლმე და გვრჩება. ხო, ნუ კიდევ რისი თქმა სურს ну ერგონომიკაზე ის არის ხო რისი თქმაც მინდა და ითქვა აქაც შესასვლელში ხა მე არც ეს ვარიანტი არ მომწონს პირადად, მაგრამ ну კარგია როცა რაღაცით არის ათვისებული, უფრო კარგი მაგალითების მოყვანა მოგვიწევს მე ლექციის განმავლობაში. აკრაზე მაგ აქცენტი გაკეთებული. ხო, ну დაშორებები რა თქმა უნდა ლოგიკური და ადვილი რომ შენ მარტივად შეძლო, თუნდაც არც მანქანის გამოყენება და ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ესეთი პატარა ადგილების დატოვება, რაც ხშირად ხდება ხოლმე რაღაც გეგმარებებში, აი საშინელება და მსგავსი მოკლედ დეტალები, ის რომ თქვა თუ ჩაშენებულ უნიტაზს ვაკეთებ, იქაც უნდა გავითვალისწინო, რომ უფრო მეტი ადგილი წავა ჩაშენებული უნიტაზის შემთხვევაში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია გეგმარებაზე იმის გათვალისწინება, სად გვაქვს შახტები და როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ ესა თუ ის გეგმარება და უკვე გეგმარების პროცესში არ უნდა გავაკეთოთ მილიონი გეგმარების ვარიანტი, ხო? ანუ შეიძლება გავაკეთოთ მაქსიმუმ 3 და აქედან ყველაზე მეტად მოგწონდეს ერთი კონკრეტული ვარიანტი, თუმცა ის ორიც, იმიტომ შეიძლება გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად გავუსვათ იმ ერთ ვარიანტს ხაზი, ხო, რომ რატომ არის კარგი. და სხვა ვარიანტები შეიძლება რომ ვანახოთ დამკვეთს
და მე ვაკეთებთ moodboard-ებს ამასთან ერთად, ანუ იმ ინფორმაციით, ეს იყო brief-ი, ეს იყო მის მიერ გამოგზავნილი ფოტოები, მასალები და ამ ყოველთვის ინფორმაციის შეჯამებით და დავარცხნით, უკვე მივიღებთ რაღაცა იდეას, რომელსაც moodboard-ის სახით გადმოვცემთ, ამას უკვე ვაკეთებთ Photoshop-ში, ავაწყობთ რაღაცა ხასიათის დაფას, რაღაც რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად და აქედან გამომდინარე ამ ხასიათის დაფას გავყვებით და საბოლოო ჯამში მივალთ აი ამ ყველაფრის დახუნძლული დამკვეთთან პირველად შეხვედრისთვის რო გავიაროთ გეგმარება და რო გავიაროთ moodboard-ი. moodboard-ი რაში გვეხმარება? ხა კითხვა უბრალოდ ვიზუალურად ლამაზია ხო, მაგიტომ ხო არ არის? აი მაგათაც გავაკეთე moodboard-ი და აქ მეუბნება რომ უიცი აი ეს იატაკი არ მინდა, აი უცბად ეგრევე უფრო კარგად ჩანს კიდე უფრო დეტალურად რა არ მოწონს რა თავიდან კი გაქვს ინფორმაცია რა უნდა და რა არა, მაგრამ მე უფრო მეორე სანამ 3D ვიზუალიზაციაზე გადახვალ და იქ აჯერ ხო არ შეცვლი რა, ანუ შეიძლება ორჯერ და სამჯერ მოგიწევს რაღაცის შესვლა, მაგრამ არა 5-ჯერ, 6-ჯერ და ანუ მილიონჯერ ხო დაიტანჯები და დაიკარგები სადღაც. ამიტომ კონკრეტული ინფორმაციების შეგროვებაში უფრო მეტად გეხმარება moodboard-ი. რა შენ შეიძლება ეს mood-ი იმიტომ არ ქონდეს ჩაგდებული, რომ სიტყვაზე თლიანად მოგწოდა. შეიძლება ანახო, რომ აი თქვა აი ეს პანელი კედლის მომწონს და ესეთი გამოვიყენოთ ამ სკამთან ერთად რა და უიგეთყვის უიმართვა, მე ეს მეგონა რომ ესეც მოგწონდა და ეს არ მომწონს და ესე უფრო მეტად გაუგებთ ერთმანეთს და გაიცნობთ. და მე როგორ გადავდივართ 3D ვიზუალიზაციაზე, ანუ უშუალოდ რენდერებზე, რომელიც ხდება 3D Max-ში და ვიყენებთ კორონას. და საბოლოო ჯამში მე პროექტს მივყვებით, გვექნება ერთი კონკრეტული სივრცე აღებული, არ ვიცი, თქვენ შემთხვევაში ახალ ჯგუფთან ჯერ რა გვექნება, მაგრამ საინტერესო ხან ბინაზე მუშაობთ, ხან რესტორანზე, ხან სალონზე, ხან რაზე და ხან რაზე, რომ რაოდენოვანი იყოს პროექტები და ყველაფერთან ასე თუ ისე გქონდეთ შეხება. ნუ ამ შემთხვევაში ეს ბინა ეკუთვნოდა წყვილს და გადავწყვიტეთ, რომ მომრგვალებული კედლები გავკეთებინა, რადგან დამეყო ზონები. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვთქვი, პატარა კვადრატულობა მნიშვნელოვანია, რომ მე ანუ მარტოც შევძლო ყოფნა, ანუ წყვილს, ანუ ვიღაცას ერთად ცხოვრება ხო არ ნიშნავს იმას, რომ სულ ერთად უნდა იყოთ, ხო? ზოგჯერ არის რომ მომენტი, რომ შენთვის გინდა იყო, ან შენი სტუმარი მოვიდა და გინდა რომ ცალკე დაელაპარაკო, ხო, გაისაუბრო და ასე შემდეგ და ამიტომ მგონია, რომ სამზარეულო იდეალური ადგილია ამისთვის და რაღაცით ამის მოტეხვა უკვე წარმატებული ნაბიჯია კომფორტული ცხოვრებისთვის და მე ნუ ელექტროობის გეგმა კეთდება და ნუ რაღაცეები კიდე რასაც მე ლექციების განმავლობაში გავვლით ჭრილები და სხვა კომუნიკაციების ნახაზები და შესაბამისად ბოლოს უკვე გადავდივართ 3D ვიზუალიზაციაზე თავისი ხო ნუ ამ პატარა ჭრილებით რაც მნიშვნელოვანია ხო სასაცილო ნაწილი ანუ ცოტა იუმორით რომ ყველაფერს ხო უნდა ეცადო რომ იუმორით მივუდგე არის ის რომ ანუ ვიღაცებს გონიათ რომ შეიძლება Word-ში აეწყოს დიზაინი რაც არ არის საერთოდ ანუ სასაცილოა მაგრამ რაღაც მომენტში როცა ბევრს მუშაობს სასაცილო აღარ არის ხოლმე და ანუ გონიათ რომ იმაზე მარტივია ვიდრე ის უბრალოდ არის და შესაბამისად გონიათ რომ 2 წუთში შეიძლება დაუხატო თქვა დიზაინი და ნუ მე შენ ზოგჯერ გიწევს ზოგიერთ დამკვეთთან რომ საგამომართლებლო წილის აწარმოო და აუხსნო თუ რას ნიშნავს დიზაინის პროცესი და აქაც გმართებს რომ რაღაცა მიმღებლობა გაზარდო შენში. კლიენტის ბრიფი უკვე რაზეც ვისაუბრეთ, არის შეიძლება რაღაც ერთი ლამაზი კარგი და ბიუჯეტი იყოს ძალიან ცოტა. ამიტომ ამაზეც უნდა ისაუბროთ რა, აუცილებლად თუ რა ბიუჯეტი აქვს, რომ შენ მაქსიმალურად ჩაეტიო. თუ კი აქვს მცირე ბიუჯეტი, ამ ბიუჯეტში შეიძლება რომ ძალიან კარგი რაღაც გამოიყვანო, უბრალოდ უნდა იცოდეს სად რა იყიდება და ამის ცოდნა ხდება როგორ სიარულით და ანუ რაღაც შაბათ-კვირას შეგიძლია ყოველ შაბათ-კვირას არა, მაგრამ კვირაში ეს თვეში ერთი შაბათ-კვირა გამოყო, ზუსტად მაგისთვის, რომ ასე მიმოსვლა გააკეთო იქ რაღაცა კარგ მაღაზიებში წახვიდე, რაღაც ცები მოძებნო, შენი კონტაქტები დატოვო, იქ მაგალითად ელიავაზე იარო და ყველა კუთხე კუნძულში ნახო რა იყიდება და რა ფასები აქვს, ლილოში წახვიდე და განათებები კარგად შეათვალიერო და ანუ ყველაფერი რაც შენ შემთხვევაში ანუ საჭიროა რა. მე არის მომენტი აი რაც თქვი რა ფებრუარიანზე რომ რაღაც დედლაინი გაქვს და მორჩები ნამუშევარს ყოველთვის გათვალისწინებით მოწონს ძალიან დამკვეთს და მე არის უცბად მაგრამ და აი ამ ეს მაგრამი ყოველთვის გიმსხრობს რაღაცნაირად ხოლმე მაგრამ ნუ მაინც მე არ თმევ თავს. ჩემი რჩევა იქნება რომ დამკვეთთან ერთად ცვლილებები არ გააკეთოთ, ანუ გულისხმობ როცა შეხვდებით გვერდზე არ მოისვათ და მასთან ერთად გეგმარებები და რაღაცები არ ცვალოთ, იმიტომ რომ მისთვის ეს უფრო მარტივია, ანუ გონია რომ მარტივად შვები ამ ყველაფერს და შესაბამისად იმის მოლოდინი რომ უფრო მალე გავუგზავნო რაღაცა უფრო მარტივად უჩნდება და უი ამას რა უნდა ჭირს, სანამ თვითონ არ მოიგებს ხელში ამ ყველაფერს და მიხვდება რომ
უიამას რა უნდაც არ არის. შესაბამისად ეცადეთ რომ ეს თქვენი შიდა სამზარეულო ფლად არ დაანახოთ დამკვეთებს და არის კიდე მომენტი, როცა საცხოვრებელ სივრცეზე ვმუშაობთ, აი ხდება ხოლმე მართლა ერთი ამბავი თუ ბევრი წევრი ცხოვრობს, რომ ანუ ყველას თავისი აზრი აქვს აბსოლუტურად და ნუ შენ უნდა ამოირჩიო ის ერთი, რომელიც თავში დგას ამ ოჯახის და იმას მოусმინო. პრინციპში ეს იყო ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია რომ რაღაც ბევრი ინფორმაცია ერთად მოგაყარეთ, მაგრამ ვთვლი რომ რაღაცნაირად ცოტათი გავერკვიეთ, რასთან შეიძლება რომ კურსის განმავლობაში გქონდეს შეხება. გვექნება ასევე დავალება, რაზეც უკვე ედო ისაუბრებს უფრო დეტალურად და შეგიძლიათ დამისვათ კითხვები. მოდი დავალების ნაწილი შენ თქვი შინაარსობრივი ანუ ჩამოთვლილი დღეს ხო გავიარეთ სტილები ხო ინდუსტრიული მინიმალიზმი და იაპონური ხო ინდუსტრიული ისე დახუნწულია მინიმალიზმი ის რომ რაღაც აბსოლუტურად სტერილურია და იაპონური რომ თავისი რაღაცა იმ ეთნიკური ნაწილით განსხვავდება ხო ამიტომ ამ სამ სტილზე სამივეზე უნდა გავაკეთოთ moodboard-ი რა moodboard-ი ხარ ნიშნავს იმას რომ თქვენ რაღაცა უნდა აწყოთ რაღაც განსაკუთრებული სირთულით როგორც შეგიძლიათ ინსეთ დონეზე შეიძლება Canva-ზე გააკეთოთ შეგიძლიათ რაღაცა ის რა ქვია კოლაჟი გამოიყენოთ და იმ კოლაჟში აწყოთ უბრალოდ დაახლოებით ხასიათი ანუ mood-ი შექმნათ ინდუსტრიული სტილის თქვათ აქ როგორც არის და მინიმალიზმის და იაპონურის ხო აი დაახლოებით ესე რომ გამოიყურებოდეს ან თუ გინდათ კიდე უფრო სხვანაირად როგორც თქვენს წარმოდგენებში ამ სამ moodboard-ს გააკეთებთ. ნუ ისეც გექნებათ სურვილი. ხო და ხვალ დღის ბოლომდე გექნებათ მეილზე უკვე დავალების ბრიფი, რაზეც ახლა თათამისაუბრა და მათ შორის ჩანაწერიც კეთდება შეხვედრის, ჩანაწერიც გამოგეგზავნებათ, ინსტრუქცია, როგორ უნდა ატვირთოთ დავალება და სად უნდა ატვირთოთ დავალება. მაგასაც მოვიწერებით მეილზე. დავალების ატვირთვის ბოლო დედლაინი არის კვირა დღეს, ვინც კი გამოგვიგზავნის დავალებას, იმას უკვე მაისის ჯგუფში ექნება 30%-იანი თანადაფინანსება. ეხა გისმენთ, ვინმეს რამე კითხვა ხო არ გაქვთ, შეგიძლიათ პრინციპში ან მიკროფონი ჩართოთ, ხელი აწიოთ და გეტყვით, ან აქვე ჩატშიც დაპოსტოთ და გავაჟღერებთ. გამარჯობა, მე მაქვს ერთი კითხვა შეიძლება. კი მარტის აი თქვათ და იდეალური დავალება გავაკეთეთ, გამოგზავნეთ კვირა დღემდე, მოვიპოვეთ ეს თანადაფინანსება. თუ მარტის თვეში ვერ მოვახერხეთ სხვა მომდევნო ჯგუფებში, თუ შენარჩუნდება დაფინანსებას გულისხმობ. მაისში მაის ბოლოში. სხვა ჯგუფებში შენარჩუნდება, სექტემბერში უკვე ეს ბოლო ნაკადი იქნება გაზაფხულზე, ზაფხულში არ გხოლმე აჰა. და ნუ სექტემბრიდან გვაქვს პრინციპში ასე რომ სექტემბრიდან გვექნება ყველა ვარიანტი. თამარ აბაკის მენა. დიახ. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. საერთოდ პირველად მაქვს ამ თემასთან შეხება და აი ეს თუნდაც პროგრამა სადაც უნდა ვიმუშაო და ამ შემდეგ სად შეიძლება რომ მოვიძიოთ ამატებითი ინფორმაცია? ჩვენ გეტყვით მაგას ეხავე. ჩვენ ვასწავლეთ ორ პროგრამას, ორ ძირითად რედაქტორს, ეს არის 3D Max-ი და ArchiCAD-ი. ArchiCAD-ი გჭირდება გეგმარებისთვის და 3D Max-ი გჭირდება იმისთვის, რომ შევქმნათ რენდერები და ნუ ცოტას Photoshop-ს გავდივართ, რომ moodboard-ებიც გავაკეთოთ. ამ პროგრამების გადმოწერა შესაძლებელი არის დაკრეკილი ვერსიების სხვა torrent საიტებზეც და თქვენ თუ არ გაქვთ აქამდე შეხება torrent-ებთან და კრეკებთან, ჯობს რომ კომპიუტერულ სერვის ცენტრში მიიტანოთ რომელიმეში და ადგილზე ჩააწერინოთ. ასევე ჩვენ თანამშრომლობთ ArchiCAD-ის ქართულ წარმომადგენლობასთან და ჩვენ სტუდენტებს აქვთ ლიცენზირებული ArchiCAD-ის ვერსია, მოკლედ ArchiCAD-ი ჩაწერა არ არის პრობლემა, როგორც წესი, მაგრამ 3D Max ცოტა ისჭირდება, რა ქვია, ტექნიკური გამოცდილება. და ასევე ჩვენ თანამშრომლობთ კიდე კომპიუტერულ სერვის ცენტრთან, სადაც ადგილზე მიაქვთ სტუდენტებს და იქვე წერენ ამ პროგრამებს. ხო, ერთადერთი რაც დაგჭირდებათ არის მაღალი წარმადობის კომპიუტერი. აი ეს მინიმალური მოთხოვნა ვებგვერდზე გვიწერია, პრინციპში ლინკს აქვე ჩავაგდებ და იქვე მოკლედ შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის დროს რა დაგჭირდება. კაი, კითხვა კიდე ვინმეს ხო არ გაქვთ? კი, მე მაინტერესებდა. იცი რა მაინტერესებს, იმასაც თუ შეეხებით კურსის განმავლობაში, აი ხო არის მაგალითად სახელმწიფო რეგულაციებით რაღაცეები, რაც აი ფანჯრის მხარეს უნდა განათავსონ, ამასაც ექცევა ყურადღება თუ მხოლოდ
სახელმწიფო რეგულაციები ძირითადად ეხება არქიტექტურას და რაც შეეხება ანუ ინტერიერის შენახები მარტო ტიხრებს, ხო? ახლა იმას შევეხებით, ახლა რა არის მზიდი და რა არ უნდა მოვანგრიოთ, რომ თავზე არ დაგვემხოს ყველაფერი და შახტები როგორ გავითვალისწინოთ და რა ტექნიკური დეტალები საჭირო, კი ბატონო, მაგრამ სახელმწიფო რეგულაციები ინტერიერის დიზაინერს როგორც ასეთი არ ეხება, ანუ ეხება არქიტექტორს და თუ სიტყვაზე ის კითხვა, რომ მაგალითად ახალშენებულ რომელიღაცა იმაში, რომ თქვათ ფანჯრის და კარის გამოსვლა, რომელიც ფასადს ეხება, ფასადს შენ ვერ შეცვლი, ვერც აი თუ თქვათ თეთრი მეტალოპლასტმასის ფანჯრებია ჩასმული და კარი ყველა ვარიანტში ისევ იმის დატოვება მოგიწევს რა, ანუ მაგას ვერ შეღებავ და ვერც გამოცვლი, თუ კი ესე არის შესული პროექტში. თუ ამას გულისხმობ. თუ გინდა უფრო დეტალურად ვკითხე, რა გაინტერესებს და კი პასუხებ. არა, კი, დაახლოებით. ხო. მადლობა. მადლობა. თიკო, ხელი გაქვს აწეული და აბა გისმენ თუ რამე კითხვა. გამარჯობა. 6 მაისს დაწყების შემთხვევაში, როდის სრულდება კურსი, ბოლო თარიღი, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ? ბოლო თარიღი დასრულდება სადღაც ივნისის თვეში, ესე არ მაქვს დათვლილი, მაგრამ 19 ლექცია არის ჯამში. კვირაში 2 ჯერ ვატარებთ, სამშაბათი პატარკევი არის და დაახლოებით 2 თვე ნახევარი 3 თვე მაინც გრძელდება ფინალური პროექტის ჩაბარებასთან ერთად, იმიტომ რომ ამ დედლაინებს ხანდახან გვიწევს რომ გადავწიოთ, იმიტომ რომ დროში ვერ ეტევიან საგამოცდო სტუდენტები და 2 თვე ნახევარი გრძელდება ხოლმე. უბრალოდ 2 თვე ნახევარი 3 თვე გრძელდება კურსი. კარგი, მადლობა. არაფერს. ესო, შენ გაქვს ხელი აწეული და დიახ. გამარჯობა, მე სკოლის მოსწავლე ვარ და ძალიან ვარ დაინტერესებული ამ პროფესიით და ერთი ცოტა განსხვავებული კითხვა მაქვს, რომ ძალიან დიდი ხანია ეს პროფესია მინდა, მაგრამ ეხლა რამდენიმე ხანია გავიგე, რომ ხელოვნური ინტელექტით შესაძლებელიაო, რომ ჩანაცვლდესო და რამდენად არის ეს თვითონ კურსი, თვითონ დიზაინერისგან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი, ჩანაცვლებადია თუ არა და რამდენად არის ეხლა უფრო მოთხოვნადი. ძალიან კაი კითხვაა. მე დაამიხარია ესე პატარები რომ ინტერესდებიან ხოლმე ძალიან მაგარია, იმიტომ რომ მე უფრო მეტი ანუ ხასხება არ მიწყინოთ, მაგრამ მართლა ძალიან მაგარია, როცა ესეთი ასაკიდან რომ ინტერესდება. რაც შეეხება მაგ კითხვას, ძალიან კაი კითხვაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვერანაირად ვერ ჩანაცვლდება ინტერიერის დიზაინი, იმიტომ რომ უშუალოდ მე შეეხება გაქვს ფიზიკურად ამ ყველაფერთან და უშუალოდ გიწევს რემონტშიც რო ჩაერთო, უშუალოდ გიწევს რომ მაღაზიებში იარო და ანუ რაღაცა შეიძლება რაღაცებში მე ესამლოთ შენს წაიხმარო როგორც ინტერიერის დიზაინერმა, რატომაც არა, ძალიან კაი თუ რაღაცაში უფრო გაგვიმარტივებს, მაგრამ ფიზიკურად შენს მაგერად ხო ვერც მაღაზიებში ივრის, ვერც ავირც ვერ აარჩევს და ვერც ხელოსნებს ვერ გაუწევს დედამხედველობას, ესე ვთქვათ, ასე რომ თუ მთელი გულით გინდა და მოგწონს, მაგის შეში არ გქონდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაგანაცვლებს, ესე ვთქვათ. ხო, ძალიან დიდი მადლობა. რაღაც პროცესებს გაამარტივებს შესაძლოა, მაგრამ მთლიანად ჩანაცვლება ესე ხო, რაღაცა მგონია რომ არ. 20 წელი არ მგონია რომ რამე იყოს ესეთი მსგავსი. ანა ხელი გაქვს აწეული შენც და დრო ჩაგვერთო. ესოს ენთუზიაზმი ძალიან დასაფასებელია, ჭირდა მოსვით. აი ამ 19 ლექციის თანხარ არის თუ შეიძლება რომ გითხრათ აქ თუ იგი როგორ არის? შეტყობინებაში ნახე. არანაირი პირადი შეტყობინება ვებგვერდზეც გვაქვს მითითებული, საჯარო არის ეგ ინფორმაცია, შესაბამისად, რაც ჩავაგდე ვებგვერდს. 980 ლარი არის ჯამში კურსის ღირებულება. თუ კი დავალებას გადმოაგზავნი 30%-იანი თანადაფინანსებით, გამოდის სადღაც 600 რაღაცა ლარი. ძალიან კარგი შეღავათია. აი მე ეხლა რომ დავაკურდი ამას მიყვარს ამდენი წელი რომ ვაკურდი რაღაც საკაია. მადლობა. რევას ხელი გაქვს აწეული და მოგისმენთ სიამოვნებით. თუ აქ ხარ. გამარჯობა. სალამ. მაინტერესებს 3D Max-ში მოდელირებას თუ ასწავლით. ეცა 0-დან არა, მაგრამ რაღაც ძალიან დიდი ნაწილი შევეხებით რა, 3D მოდელირებას, რომ მაგის გარშე ფიზიკურად ვერ გამოვა, მაგრამ უშუალოდ თუ აი 0-დან გინდა მოდელირების ეკეთება ნებისმიერი რაღაცა ნივთის, არა, ნუ ესე პირდაპირ მნიშვნელობით არ ვეხებთ. გასაგებია, მადლობა. მადლობა. ნინია. ხელი გაქვს აწეული შენც და ბაგისმით. აუბოდიშით კითხვა დამოუწდა უბრალოდ. არავის. გაიხსენე და მე შემოგვერთდი.
მაკა შენ ხარ მე მგონი მაკა რუსაცი. კარგი. ანა ედიშერაშვილს აქვს კიდე. ოკეი. შეგიძლია მაკა მოგწერო და წავიკითხავთ. ანა ყავდა თუ არ ყავდა? მე ვიყავი დიახ. ოკეი, მადლობა. კარგი. მაქვს ერთი ესეთი კითხვა თუ შეიძლება. წეღან ახსენეთ აი მაღაზიებში სიარული და რაღაც დამკვეთთან ერთად თუნდაც ნივთების არჩევა, ხო? ანუ ხელოსნების თავზე დგომა. ანუ მე მაინტერესებს ეს დიზაინერის მოვალეობაში რამდენად შედის. შედის, ხო? ანუ რენდერების გამზადების იქეთ არის უკვე ეგ ასე თქვას აი შავი სამუშაო, რომელიც აუცილებლად უნდა დამუშავდეს. აი ყველა ვარიანტში, მაგის გარეშე ფიზიკურად, ანუ ზოგი ამბობს ხოლმე, რომ აი ზედამხედველობის გარეშე და ანუ ნუ შეიძლება ყოველ დღე იქ არ იყო და ეგ კიდე სხვა საკითხია ალბათ, მაგრამ აი პირველ რიგში შენს ინტერესებში შედის, რომ შენი პროექტი კარგი იყოს და შესაბამისად ამ დამნიშნულოვანია, რომ ჩაერთო მაქსიმალურად. და აი მე რასაც შევქმნი, აი ვთქვათ რენდერში რაც მექნება გამოყენებული ქართულ ბაზარზე, იმის მოპოვება შესაძლებელი იქნება? Also უნდა იცოდე, რომ ისეთი რაღაც შექმნა, რომ დაახლოებით იცოდე სად იყიდება რა, ანუ შეიძლება ზუსტად აი ერთ-ერთში არ იყოს ცოტა სხვანაირი ფეხი კონდეს მაგალითად ან რაღაც ეგეთი, მაგრამ ნუ ძირითადად უნდა იყოს რა, ამიტომ უნდა ვიაროთ მაღაზიებში, რომ საერთო ბაზარი შევისწავლოთ და ვიცოდეთ დაახლოებით რა იყიდება. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მაგალითად სამზარეულო შემოსასვლელი კარა და მილიონი რაღაცა, რომელიც უშუალოდ ცალკე მზადდება. ამიტომ ბევრი ნივთის ეკონომიას აი ამ ხრივ აკეთებ შინაგანად რა, იმიტომ რომ როგორცაც წარმოიდგენ, ისე გაკეთდება, ასე რომ რაღაცა რთული და საშიში პროცესი არც ეგ არ არის, ანუ არანაირად. ანუ საბოლოოდ მაინც დიზაინერის პასუხისმგებლობა არის რეალობას რამდენად მოიძებნა რენდერი, ხო? კი, აუცილებლად. კარგი, მადლობა. ნაწილი მაგის არ შეგეშინდეს. მადლობა. მადლობა თიკო. მიხეილ, სანამ შენ ჩაგერთვევი, მანამდე წავიკითხავ მაკას კითხვას. მაინტერესებს თუ ლექციაზე დასწრება ვერ მოახერხე კონკრეტულ დღეს ჩანაწერი აიტვირთება თუ არა. და კურსი მთლიანად ონლაინ იქნება ფიზიკური შეხვედრაც მოგვიწევს. ზოგადად მთლიანად არის კურსი ონლაინ, თუმცა ერთი როგორც წესი გაცვლითი ლექცია გვაქვს ან აზომვით სამუშაოებზე, ან რომელიმე მაღაზიაში მასალების დასათვალიერებლად. რაც შეეხება ლექციებს, ლაივ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც ეხა ვატარებთ მასტერ-კლასი, იგივე ფორმატის ლექციები გვაქვს, ოღონდ მეტი ჩართულობით და შეზღუდული რაოდენობის სტუდენტებით და ეს ლექციები ბუნებრივია იწერება და სტუდენტებს აქვს ჩანაწერზე თვითონ. ფიზიკურად შეუძლებელი არის, ტექნიკურ ნაწილში როცა გადავდივართ არქიკადში და 3D Max-ში ყველა დეტალი დაიმახსოვრო ლექციაზევე, ამიტომ ვაკეთებთ ჩანაწერს, რომ მე დავალების კეთება გაუმარტივდეთ სტუდენტებს. თუმცა ლექციებზე დასწრება მნიშვნელოვანია, რადგან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს სწავლება. მიხეილ, ხელი გაქვს აწეული და აბა გისმენთ. მე მაქვს ესეთი კითხვა. i5-ის პროცესორის ნებისმიერი სახის კომპიუტერი იქნება იდეალური, ხო? თუ უფრო ძლიერი. უფრო ჯობს რომ მეტი იყოს პროცესორი, ან i7. ან i7 ან მეტი. მან კიდე მნიშვნელობა აქვს ვიდეობარაც, იმიტომ რომ ხო, აი მაინტერესებს რომ დამოკვალიანო უფრო კარგად რომ კონდეს. ნახე შემიძლია მოგწერო, სადმე მოგწერე ხვალ და ზუსტ მონაცემებს გეტყვი დაახლოებით როგორ ეგ მჭირდება ზუსტად. კი, მოგწერე Facebook გვერდზე და იქ მოგწერენ მინიმალურ მოთხოვნასაც და მაქსიმუმ ყველაზე კაი ვარიანტი რა შეიძლება იყოს რა, იმიტომ რომ რაღაც რამდენიმე დეტალია, იქ ვიდეო ბარათის მოცულობა. კი, მესმის მე უშუალოდ ტელეფონში მიწერია რაღაც პროგრამა, რომლითაც 3D ესე რომ თქვა შემსგემოზე სახლებს ვაშენებ, თან ოთახებს რაღაცებს. და უშუალოდ მაგიტომ მაინტერესებდა იყო თუ არა და იქნება თუ არა კაი. ოკეი, მადლობა. არაფერს. კითხვა არის მედეასგან. თათასთან მაქვს კითხვა ვიზუალიზაციასაც და მაღაზიებში სიარულს მასალების არჩევასაც თავად აკეთებთ, ასევე გვიან შემოგერთით და რა ღირს თქვენი კურსი. თათა, აქ ხარ ხო? ყველაფერს მე ვაკეთებ.
ეს მე შეგიძლიათ მაგალითად თუ სიტყვაზე ბევრი პროექტი გექნებათ და ვეღარასწრებთ, რა თქმა უნდა, აიყვანოთ ვინმე და მასთან ერთად აიყვანოთ რაც უდი ის არის. აი ვიღაცასთან ერთად გააკეთოთ რაღაც და ერთად იმას ვქნათ. მისცეთ მას რაღაც ტასკები და შეგიმსუბუქოთ რა ეს სამუშაო, მაგრამ მე პირადად ზოგჯერ ვაკეთებ ეგრე, მაგრამ ერთ შემთხვევაში ხო უფრო მეტად ვაკეთებ. ოკეი. ხო, მედია კურსის ღირებულება არის 980 ლარი, ჩვენ დავალების ნაწილით გვაქვს, რაზეც პრინციპში შემიძლია ვთქვა თავიდან, რომ ჩვენ ვაკეთებთ moodboard-ებს კონკრეტულ სტილებზე, ამის შესახებ ინფორმაციას ხვალ დღის ბოლომდე მეილზე გამოგიგზავნით და მოკლედ შეგიძლიათ გააკეთოთ დავალების შესრულების შემთხვევაში 30%-იანი თანადაფინანსება გექნებათ კურსზე. ნათი გვეკითხება ხატვის და ხაზვის ცოდნა თუ აუცილებელი ინტერიერი? მოკლედ და კონკრეტულად. არა. მინია საკ ძალიან კაი კითხვა ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა ერთმანეთთან შეთავსებადიო და შემიძლია ორი და ძალიან მაგარი იქნება ორივეს თუ აირჩევ. იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან კარგად გამოგადგება არქიტექტურა ინტერიერში და ერთხელ მახსოვს ერთ-ერთმა ვიღაც გოგომით რა არქიტექტორია ისიც რომ მე არქიტექტორი ვარო და ინტერიერიო არ ვიციო და რანაირად შეიძლება არქიტექტორმა არ იცოდეს ინტერიერი ვერ ვხვდები, იმიტომ რომ აი იმდენად კარგად შეიძლება ეგ არქიტექტურის რესურსი ინტერიერში ჩადო და გამოიყენო და იმდენად კარგი ბაზაა, რომ მგონია რომ ნებისმიერ არქიტექტორმა თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ არქიტექტორს რომ აკეთოს ინტერიერი თუ როგორც. ოკეი. და ხაზზე და ხაზვაზე ვიტყვი რა მეც, იმიტომ რომ ხშირად არის ეგ კითხვა, ხშირად ისმევა ხოლმე და გეტყვით რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებადი სტერეოტიპია რომ რაღაცა სჭირდება ხატვა. ხატვა არა მხოლოდ იმას რა ქვია ინტერიერის დიზაინს არ სჭირდება, არამედ გრაფიკულ დიზაინშიც არანაირი კავშირი არაა, როგორც წესი პირდაპირი კავშირი ხატვასა და ხაზვას შორის. ყველაფერი ტექნიკურად უკვე პროგრამების დახმარებით შესაძლებელია რომ გაკეთდეს რაღაცა დამატებითი მათემატიკა. კიდე არის კითხვა ინტერიერის დიზაინში ხშირად წერენ მათემატიკის ცოდნა თუ არის საჭირო და არც ეგ არ არის საჭირო, ელემენტარული არითმეტიკა თუ გესმის, დანარჩენს იდეაში ისედაც პროგრამა ითვლის სხვა დეტალებს. კარგი. რა კომპიუტერია და ტექნიკა საჭირო? კომპიუტერია საჭირო მაღალი წარმადობის, კომპიუტერის კონკრეტული მინიმალური მოთხოვნები ვებგვერდზე გვაქვს მოცემული და ლინკი გვაქვს აქვე ჩაგდებული. ასევე თუ კი შეარჩევთ კონკრეტულ მოდელს კომპიუტერის, აუცილებლად გვანახეთ ჩვენს, შეგიძლიათ Facebook გვერდზე მოგწეროთ და გირჩევთ რამდენიმე მოდელის მონაცემები გამოგვიგზავნით და გირჩევთ მოკლედ რომელი არის უკეთესი ინტერიერის დიზაინისთვის. პირადული დაახლოებით ხელფასზე გვეკითხებიან. იცი რა არის ძალიან ინდივიდუალური არა ხელფასი აქვს სადღაც სტაჟირება ანუ ძალიან უცნაური ხელფასებია რასაც უყურებ ხოლმე ესე ინდივიდუალურად ვაკეთებ კვადრატულში როცა დამწყები დიზაინერი ხარ მგონია რომ $10 ნაკლები არ უნდა აიყო რა მე ესე ვფიქრობ რომ $10 ძალიან ოკეი თანხა მე მაგალითად ამ რეალობაში ვაკეთებ კვადრატულს $35 და ზევით არიან დიზაინერები, ვინც აკეთებენ $60 და $70 კვადრატულს. მე პირადად ეგეთი დამკვეთი არ მყავს, რომელსაც ვეთქვი რომ $70 ღირს კვადრატული და მეუბნება, კაი, არ არის პრობლემა, დავიწყოთ, იმიტომ რომ $35 კვადრატული თქო იღვენთებიან და არ ვიცი, ამ ძალიან ინდივიდუალურია ეგ რა, ჩემი აზრით. და რაც შეეხება ხელფასებს, კი იცით. ანუ თუ თქვათ, რავი, ძალიან გაგიმართლებთ და კარგად აიყვანთ თქვენს პროფესიას და თქვენ პორტფოლიოს გამამდიდრებთ როგორც საჭიროა. ისე წესით ესე კომპანიებში საშუალოდ, რა ვიცი, 2-ზე ნაკლები არ უნდა გქონდეთ ხელფასი თავიდან ვამბობ რა. ანუ უკვე როცა იცით პროფესია და ახლა სტაჟირების პროცესში ორიენტირებულები მაინც და მაინც ხელფასის ოდენობაზე ნუ იქნებით, იმიტომ შეიძლება რამოდენიმე 3 თვე რაღაცა საშუალო ხონის ხელფასი გქონდეთ, რაღაც კონკრეტული თანხა, მაგრამ იმ ხელს უნდა დააგროვო, რომ მე უკვე სხვაგან დაიწყო უფრო მეტი ხელფასით მუშაობა. ოკეი. რა მე მგონი ხო, სწორად გავსწორე. ელის კითხვა არის, გამარჯობა, პარალელურად მარკეტინგი რომ ვისწავლოთ, უნიში ინტერიერის დიზაინს თუ გამოადგება? რა, ხო, რატომაც არა? მარკეტინგი ყველაფერს გამოადგება რა? კი, ანუ თვით პოზიციონირებაში დაგეხმარება. რატომაც არა, კი. ხო. კაი,
კიდე ვინმე სხვა რა ხელი აწეული და მე მეგონი ბევრს აქ და თუ დარჩეთ თუ რაღაც. აი მე მაქვს შეკითხვა თუ შეიძლება. რევას სალომეს ვკითხოთ ჯერ და მე კი ბატონო. სალომე კი, გამარჯობა, მადლობა ამ შეხვედრისთვის. მე მაინტერესებს პირადად მე გეგმარებაზეც მიმუშავია, 3D ვიზუალიზაციაც განკეთებია. უბრალოდ მე ყოველთვის ობიექტები გადმომქონდა ხოლმე, რადგან მიმწვდებოდა ხედი იქიდან. და მაინტერესებს უკვე რეალურ პროექტებზე, როცა შეიძლება ვთქვათ, ხელოსანს გააკეთებინო ის ავეჯი. ან ჩვენი იმ ცოდნით, რაც ამ კურსზე, რაც თოდნასაც მივიღებთ 3D Max-ის მაგალითად, შევძლებთ თუ არა ნებისმიერი ავეჯის ხელით აწყობას. კი, ანუ რა თქმა უნდა, იმიტომ პირველი ამოცანა იქ არის, რომ შენ 3D ვიზუალიზაცია რეალური გააკეთო და არა ისეთი, რომ საბოლოო ჯამში ანუ რა გააკეთე და რა გამოვიდეს, ხო? იმიტომ რომ ანუ თავიდანვე მაგაზე უნდა ფიქრობდე დიზაინში, ანუ მუდბორდების კეთებიდან და გეგმარებიდან დაწყებული, იქ მაგაზე უნდა ფიქრობდე, რომ შენი ნამუშევარი იყოს რაღაცა რეალური და არა ილუზია, რომელიც მერე რთული იქნება. თან დღევანდელ დღეს გონია, რომ თითქმის ყველაფერი უკვე ხელმისაწვდომია არსებულ ბაზარზე და შესაძლებელი. უბრალოდ ბიუჯეტი არის მაგ შემთხვევაში გასათვალისწინებელი თვითონ დამკვეთის, ხო? ხა ავერც რაც შეხება ძირითადად რაც უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მზადდება, ვიზუალურად რაღაცა არ ამგონია ისეთი განსაკუთრებული მოთხოვნა გქონდეს, რომ ვერ გამოვიდეს, ან ვერ გაკეთდეს. იქნება შემოსასვლელი კარა და სამზარეულო და სველი წერტილის აბაზანის ავეჯი, ხო? რაც ძირითად შემთხვევაში შეგიძლია რა თქმა უნდა აბაზანის ავეჯი იყიდო და შეიძინოთ ცალკე, მაგრამ შეგიძლია რომ ცალკე დაამზადებინოთ რაღაცა custom made იქ რაღაც განსაკუთრებული ზომები თუ გაქვს, ხო? შესაბამისად არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და 3D ვიზუალიზაციის შემთხვევაში გიწევს მაგ ყველაფრის მოდელირება და ამ მხრივ მოდელირებას შევეხებით აუცილებლად, რომ ანუ რაღაცა კონკრეტული ვთქვათ რაღაც ჭაღი იყოს, რომელსაც სხვადასხვა უკვე ეს უნდა გამოვიყენო თავიდანვე ვიცი, ვთქვათ დამკვეთსაკ და აუცილებლად უნდა შევეცადო, რომ ეგეთი მოდელი ვიპოვო და გადავაკეთო და მოვარგო იმას რეალურად, რაც როგორც უნდა იყოს იმას. კი, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. იდესითის სტაჟირებასთან დაკავშირებით ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია რაც შეგიძლიათ რომ მოგვაწოდოთ, ახლა მაინტერესებს. როგორც კი დაამთავრებთ კურსს და გექნებათ პორტფოლიო ერთი კონკრეტული, ანუ ერთი პროექტის თავისი ნახაზებით და საერთოდ ყველაფრით, რომ უკვე შეგეძლოთ გაგზავნოთ სხვადასხვა კომპანიებში, რომ რაღაც გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ თქვენზე, გარდა ამისა ინტერიერის დიზაინის ჯგუფებში შეგიძლიათ დაპოზოთ, ერთ-ერთი ჯგუფი მაქვს მე ზუსტად ამიტომ გავაკეთე, რომ დიზაინერებმა, დამწყებმა დიზაინერებმა თავისი ანუ ინფორმაცია დადონ და მარტივად დაპოსტონ და გაიგონ ერთმანეთზე და იდეასითის რაც შეეხება, იქ იგზავნება მერე კურსდამთავრებულების პორტფოლიო, ვინც დაამთავრებს და უკვე იქიდან ირჩევენ ხოლმე ერთ კონკრეტულ სტუდენტს, ამიტომ ჩვენ არ ვიცით ვის აირჩევენ და არც ჩვენ არ ვირჩევთ შესაბამისად ეგეთი ამბავია. კაიგებია მადლობა დიდი. აქვე დავამატებ მეც, რომ ეს კონკრეტული კურსი არის პორტფოლიოზე ორიენტირებული კურსი. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი მიზანი არის, რომ სტუდენტს, ჩვენგან წასულ სტუდენტს დარჩეს ერთი ფინალური პროექტი სრულყოფილად, თავისი მუდბორდებით, ნახაზებით და რენდერებით და მათ შორის უნდა იცოდეს, როგორ აწყოს ეს პორტფოლიო და მაგასაც გავდივართ, აი რა შევიტანოთ პორტფოლიოში, რა არ შევიტანოთ, რა თანმიმდევრობით, რა წარწერა გავუკეთოთ. მოკეთ სრულყოფილად და მერე უკვე უგზავნით ამ ჩვენს პარტნიორ სტუდიას, სტუდენტების ნამუშევრებს და ისინი თვითონ არჩევენ. ეხლა ჩვენთან დაიწყებთ სწავლას თუ სხვაგან დაიწყებთ, არსებითად მნიშვნელობა არ აქვს ამ წუთას. უბრალოდ ერთ რჩევას გეტყვით, კურსის შერჩევის პროცესში თუ ხართ, პირველი რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, არის აქამდე რა უკეთებიათ სტუდენტებს ამ წლების განმავლობაში და მათი ნამუშევრები შეათვალიეროთ და ეს არის ყველაზე უკეთ გაიგებთ მოკლედ ამა თუ იმ კურსზე რა ისწავლება სტუდენტების პროექტებით. ამიტომ გირჩევთ, რომ თუ არ უდევს რომელიმე აკადემიას, გამოვართვათ პროექტები და ათვალიეროთ. გაწყვეტილებ ჩვენ გვიდევს, ანუ ჩვენთან საიტზე შეგიძლიათ ჩვეულებრივად შეხვიდეთ და აი აქ მედიაში გადახვიდეთ და ნახავთ აქ სტუდენტების ნამუშევრებს და რომელიც მოგეწონებათ იმაზე გადავხვალთ, მაგალითად აქ არის ერთ-ერთი სტუდენტის ნამუშევარი
ანუ აქ რაღაც რეკომენდაციები. ნუ პორტფოლიო, როგორ დიზაინსაც გინდა, ნუ მე დიზაინში მე არ ვერევი, აბსოლუტურად თქვენი წარმოსახვის ყოფია და მგონია რომ მე არანაირი უფლება არ მაქვს ჩავერიო. ნუ ახლა შეიძლება რჩევები რაღაცა ესე საუბრის დონეზე გავცვალოთ ერთმანეთთან, მაგრამ ნუ დიზაინი ფრინად თქვენია. ანუ არსებული სივრცე, მერე გეგმარება, ავეჯის გეგმარება ზომებით, ელექტროობის გეგმა და შემდეგ მოდის უკვე მუდბორდები და საბოლოო ჯამში რენდერები, ხო? ნუ რაღაცა ესეთი ვიზუალიზაცია, როგორც გამოიყურება. ნუ ბრიფის საფუძველზე როგორც არის მოცემული. და ეს ანუ რომელი სტუდენტითაც დაინტერესდებით, აქცერეულად არის ზოგი ინტერიერია, ზოგი არის ფილტრი და ამ ფილტრით შეგიძლიათ გაფილტროთ კონკრეტული კურსების მიხედვით და უფრო გაგიმარტივდება თქვათ ინტერიერის დიზაინერების ნახვა. აი აქ, ხო. კარგი, რევაც შენ გქონდა ხელი აწეული და აბა გისმენთ. კი ბატონო, კითხვა მაქვს ეგეთი და თქვენი აზრიც მაინტერესებს. ამ ეტაპზე ვსწავლობ 3D Max საკმაოდ სიღრმეულად, როგორც თქვია. და მაინტერესებს ანუ ამ სფეროში მხოლოდ ვიზუალისტად რამდენად მოთხოვნადი კი, ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლია, ძალიან მაგარი იქნება, თუ ამ ხრივ გინდა რომ განვითარდე. რა არის მომენტი რომ ვიზუალიზაცია ძალიან დიციონებას განჭირს, მაგრამ ეზარება ხა მაგაზე ფიქრი და ამდენი რაღაცა და ანუ არ არის შენი ინტერესის ნაწილი და შეგიძლია რომ გააკეთო, იყო 3D ვიზუალიზატორი და აიღო ამ ხრივ შეკვეთებით თუნდაც დიზაინერებისგან, ხა ძალიან ბევრი ინტერიერის დიზაინერი ვიცი, ვინც ეცებს ხოლმე კარგ 3D არტისტებს და თვითონ არ აქვთ რა მაგის დრო. მეც ვქონია ეგეთი შემთხვევა და ეგეთი პროექტები, რომ სწორედ მირჩევნია, რომ ვიღაცამ გამიკეთოს უბრალოდ რაღაცნაირად ხან ხდება ხოლმე, ხან არა, ასე რომ შეგიძლია რომ ამ ხრივ მხოლოდ განვითარდე. ძალიან ჩვეულებრივად. ჩვენ ძალიან დიდი მადლობა. სალომე, მგონი ხელი გაქვს აწეული? კი, მანამდე მქონდა აწეული ხელი და დავსი უკვე კითხვა, მადლობა. კაი, მადლობა. შენ. Okay, მეგობრებო, რო შევაჯამოთ, ჩვენ ხვალ გათმოგიგზავნით, მოკლედ ამ და რაღაცის თქვა და რევას ისევ. მოგესალმებით. მეც მანამდე მქონდა და ძალიან შემონდა იყო თქვენი ლექცია. ესეთი კითხვა მაქვს, ანუ სრულიად სხვა პროფესიის ვარ, დაახლოებით 1 წელიწადია რაც ამ სფეროთი ვარ დაინტერესებული. უბრალოდ აი მაინტერესებს რამდენად ეს კომპანიები, ანუ მგონია რომ მიჯნავენ თითქოს ანუ ინტერიერის დიზაინერი აუცილებლად უნდა იყოს არქიტექტურის სტუდენტი და წარმომადგენელი. აი რამდენად პრივილეგიას ანიჭებენ, ანუ მაგას, აი მგონია რომ რაღაცა კომპანიაში თუ მივიტანე ჩემი CV რაღაც ეს ანუ კურსი მაქვს დამთავრებული მე ინტერიერის დიზაინის. ეხლა 3D Max-საც ვსწავლობ. და მინდა კიდევ უფრო რომ სიღრმისეულად გავიცნო ეს სფერო, ხო და აი რატომღაც მგონია რომ მაინც აი აუცილებლად ეს არქიტექტურის სტუდენტი უნდა იყოს, ანუ ესეთი წარმოდგენა აქვს კომპანიებს, ანუ ამით მიჯნავენ. იცი რა, კი ბატონო არის ეგ რა, მიჯნავენ, ხო, აქვთ ეგ რა, რაღაცა არქიტექტურის სტუდენტს უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებენ. თუმცა შენი ანუ მიმართულება, კიდე შენი მიზანი არ უნდა იყოს ის, რომ აი უეჭოლი კომპანიაში ვიმუშაო და იქ უნდა ვიყო და იქ უნდა განვითარდე. ხა ძალიან კარგია, როცა სტაჟირებას მანდ გადიხარ, მაგრამ აი რატომ და სტაჟირების მხრივ მინდა რომ ანუ რაღაცა იქ მგონია რომ ვერ განვითარდები და არა, ნახე აუცილებლად უნდა მიწერო, აი თუად გინდა რომ შენ განვითარდე რაღაც კონკრეტულ კომპანიაში და შეგიძლია პირდაპირ აწარმოო, პირდაპირ კომუნიკაცია მიხვიდე, ანუ შეხვედრად ხოლო, ხო, ანუ არ ტეხავს ეს რაღაცები რა. ძალიან საჭიროა. პირიქით მეტი სითამამე, იმიტომ რომ მიდიხარ შენს პორტფოლიოს ანახებ, ჯერ და შენი პორტფოლიო, ჩემი დიპლომი, რავი, დაკონსერვებული მიდევს არქიტექტურას. არავის არასოდეს არ უთხოვია, რომ მანახეო, აი მართლა. მაგრამ ყოველ საინტერესებს შენი ნამუშევრები და შენი პორტფოლიო, რა შეგიძლია, როგორ შეგიძლია, რა გაგიკეთებია, რანაირად შეგიძლია, იმიტომ იქ უნდა აკეთო. თუ იმას უწერია, რომ უეჭოლი არქიტექტურის სტუდენტი უნდა იყოს და შენი იქ უეჭოლი გინდა მუშაობის დაწყება, შეგიძლია ანუ დააჯერო იმ ადამიანს, რომ ვიცი რა, შენ ხარ სრულფასოვანი დიზაინერი. რო ვათვალიერებ ხოლმე იმას, ანუ სტუდენტების პორტფოლიოს დემას, ანუ არქიტექტურის სტუდენტი, ანუ არ არის რა, ანუ ძალიან ჩვეულებრივ შეგიძლია CV-ში ჩაწერე, ვარ არქიტექტურის სტუდენტი, მიდი მერე და იქ
იქ ანახე კლასი, რომ ძალიან მაგარი ნამუშევრები აქვს და არ ხარ არქიტექტურის სტუდენტი, მაგრამ შეგიძლია რომ უფრო მაგარი აკეთებ. ანუ მარტო იმაზე მიქნებით რა დამოკიდებული, აი რადგან ომიმე სტაჟი არ არის ჩემთვის და არ ასკროლოთ რა, აი ყველგან გააგზავნეთ აბსოლუტურად და ყველა შეაწუხეთ და ყველგან მიგდა ყოლებას აი ეგ დაბრკოლება მაქვს და აი რაღაცა მგონია რომ უნდა გადავახო აუცილებლად ეგ დაბრკოლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არქიტექტურის სტუდენტი ვიცი, რომელიც პირიქით არის და ბევრი ინტერიერის კურსის დამთავრებული ვიცი, რომელიც ბევრად უკეთესია თავის საქმეში, ასე რომ მაგით ვერ განისაზღვრება ფიზიკურად. ხა მე მაგალითად მაგას ყურადღებას არ ვაქცევ, როცა ვიღაცებს დამშორებს. არის კი, აქცევით აქცევ. ის გვერდით რაღაცა პერიოდი დავდგები და იმის რჩევებს და აზრებს გავითვალისწინებ, თქო რაღაც დამეხმარება, რომ განვითარდეთ თქო. ანუ შეგიძლია უთხრა კიდევაც რომ სტაჟირება გინდა და სულ მექნება ერთი თვე ანაზღაურება, ბოლოს თქვენთან ერთად ყოფნა მინდა, მაინტერესებს რაღაცა, ნუ ვისაც შეიძლება მე გაგიწევს რეკომენდაციას, ვისაც შეიძლება დაგეხმარება და ასე შემდეგ რა. თავიდან მომსწრება პროექტები შეგიძლია აიღო რა, არ შეგეშინდეს, ანუ ინდივიდუალური პროექტების აღება. ეხლა ვიყავ ნელ-ნელა სამი მაქსაც წარმატებით გავდივარ და რაღაცნაირად და მონდომებული და ის ვარ და თქვენ მუშაობთ ხო სამი მაქსში? კი, დიახ. და მაინტერესებს ანუ ხა თქვენი იმით რა ქვია გამოცდილებით თუ შეიძლება ანუ საიტები რო გამიზიაროთ სადაც აი ეს მოდელებს არჩევთ მიახლოებულ ჩვენს ბაზართან თუ შეიძლება ანუ რომელ საიტს ბაზართან მე 3D Sky-ს და Zills ვიყენებ მაგრამ მიახლოებულს რას ნიშნავს ანუ ნახე შენ რო 3D შეიძლება საერთოდ ვერ იყო მიახლოებული მაგრამ თქვათ აი მარტივად რო თქვა რაღაც კამი გინდოდეს და ერთ კამს ეგეთი ზედანაწილი ქონდეს მეორე კამს ეგეთი ფეხი ქონდეს და მესამეს ეგეთი საზურგე ქონდეს და აი ეს ყველაფერი მე უნდა დაშალო და გააერთიანო და ზომაში დასვა აი ეგ ხდება რა 3D ხო არა მაქვს რაღაცა საიდან ვიწერ მაგრამ ანუ უფრო კიდე თუ არჩევანი თუ არის ხო აი მე მაგალითად Zills ვიყენებ და 3D Sky-ს და ჩემი სტუდენტებიც მაგით ხელმძღვანელობენ და 3D Max-ში რომელი ობიექტები ჩემო გაქვთ კი და 3D Zip არის კიდე ეგეთი საიტი და ეგეთი ეგույთ კარგი თაუღმესი მაგის Zilli და 3D Sky მოინიშნე ანუ Zill project-ი და 3D Sky იცი ხო ალბათ თუ არა Excel project-ი კი ვიცი და მეორე რომელი მითხარი 3D Sky არის მეორე 3D Sky აი ჩაწერე და Google ანუ ამოაკდებს Google-ში ეკრება აქ ლიმიტი არის კი 3 მოდელის გადმოწერა შეგიძლია დღეში მხოლოდ მაგრამ სხვა ბრაუზერით რო დარეგისტრირდეთ შეგიძლია მეტიც გადმოწერო ანუ ლინკი თუ ხდებით შეგიძლიათ რომ ჩამიგდოთ ეს ვერდავს აქვე ჩავაგდებ ჩატში კაი, მანამდე კიდევ ვინმე სხვა აი ძალიან დიდი მადლობა ბოდიშეთებთან წაკარჩი. უღმესი მადლობა. ვსურვებ თერიკული და აქ ჩავაგდე და ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ვინმე სხვა არ გაქვთ რამე კითხვა? კარგი, მეგობრებო, რო შევაჯამოთ, ჩვენ ხვალ გამოგიგზავნით ამ ლექციის ვიდეო ჩანაწერს, ასევე პრეზენტაციას და ასევე დავალების ბრიფს და ასევე მოვაყოლებთ ინსტრუქციას თუ სად და როგორ უნდა ატვირთოთ და როდის უნდა ატვირთოთ თქვენი დავალებები იმისთვის რომ მიიღოთ ჩვენი თანადაფინანსება და სწავლას ჩვენ დავიწყებთ უკვე მაისის ნაკადზე პრინციპში შევსებულია უკვე თითქმის რამდენიმე ადგილი გადაგვრჩა და 6 მაისს ვიწყებთ სამშაბათი პარასკევი არის დღეები სალექციო საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე ვატარებთ ამ ლექციებს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა რომ ბოლომდე დაგვესწარით, წარმატებებს გისურვებთ და უკვე შევხვდებით ერთმანეთს კურსზე. აბადროებით. მადლობა ძალიან ძალიან წარმატებები. სკოლის მოსწავლეებს ხო შეუძლიათ მაგ კურსზე დარჩენა და დასწრება? 14-ის. მე 16-ის. შეგვიძლია ძალიან თავისუფლად. თუმცა ყავდა წინა ჯგუფში 16 წლის. მადლობა დიდი. კარგად. მადლობა. ნახვამდის.